ჩვენ ვიყოფებით ახლა 2025 წლის იანვარში, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე 10 თვეა საქართველოს ებრძვის ბიძინა ივანიშვილს. ეს მახსენებს ისტორიოგრაფიას, როდესაც ამბობდნენ აი რომის იმპერია ებძვის ჰანიბალს და ჰანიბალმა გამოუცხადა ომი რომაელ ხალხს. აი რაღაც ამდაგარ სიტუაციაში ვართ ჩვენ და რასაც მივხვდი, რომ როდესაც გავართ აქციაზე, ვიკრიბებით ერთად, უბრალოდ რამოდენიმე მეგობარი ხვდებით ერთმანეთს, ყოველთვის გვაწუხებს ერთი და იგივე რამ. უშუალოდ ჩვენ სალაპარაკოს ერთმანეთისგან ვისმენთ, მაგრამ პოლიტიკოსებისგან თითქმის არა. და ეს გვაერთიანებს ალბათ ჩვენ აქ და ვიქეთ დავარქვათ ამ პოდკასტს თანაკვეთა, იმიტომ რომ მივხვდით, რომ ძალიან განსხვავებული ხედვის, იდეოლოგიის, პოლიტიკური შეხედულებების ადამიანებს გვაერთიანებს სინამდვილეში საბაზო ჰუმანური რაღაც იდეალები, ის რომ ტყუილი ცუდია, ის რომ არაკაცკლა, ის რომ მოხვეჭათ, რაღაცა ფუდის გამო არ უნდა გადაჩეხო არც საზოგადოება, არც ქვეყანა სადმე სხვაგან და აი ეს რაღაცნაირად რო ვიპოვეთ ერთმანეთში, გადაწყვეტეთ, რომ კარგი იქნება თუ ვისაუბრებთ ამაზე. აი ჩვენ აქ ვინც შევიკრიბეთ, მე, ჯვან შერჯეჯელავა, ჩემს მარცხნივზის გვანცა ბუაძე და ჩემს მარჯვნივზის ავთანდილ მღერბიშვილი. ყველა თქვათ გამარჯობა. გამარჯობა. რა თქმა უნდა თქვენ გქონდათ არჩევანი, არ თქვათ გამარჯობა. იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად თავისუფალი პოდკასტია. სუხასაბას დაწერილი აქვს იგავი მოტირალი და მოცინარი. და რო წაიკითხოთ, მიხვდებით რატომ გვეცინება ახლა აქ. იმიტომ კი არა რომ საცინრად გვაქვს საქმე. პირიქით, ძალიან ნერვიულობთ, განვიცდით და ამაზე სალაპარაკოთ შევიკრიბეთ და ვის გინდა დაიწყოთ, ან ვინმეს გინდა დაამატოთ რამე ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ეს თანაკვეთა მგონია ერთგვარი გამოღწევის მცდელობა რაღაც ბაბლების ჩაკეტილობისგან, იმიტომ რომ გინდა არ გინდა თითქოს კი ვამბობთ, რომ რაღაცა ინფორმაციული ეპოქის ერაში ვცხოვრობთ და ბევრი ინფორმაცია გვაქვს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ინფორმაციაც ძალიან ვაკუუმში ვაქცევს, იმიტომ რომ ჩვენ რაღაც ბაბლს სხვა ინფორმაცია გვაქვს, რაღაც მეორე ბაბლს სხვა ინფორმაცია გვაქვს. ეს ბაბლები გეოგრაფიულადაც განსხვავდება, იმიტომ რომ თბილისის ბაბლი საერთოდ სხვა ვართ, რეგიონების სურათი ძალიან ცუდად ვიცით რეალურად და ანუ თბილისი კიდე შიდა ბაბლებად არის დაყოფილი და აი ძალიან ბევრი ისეთი რაღაც პატარა ატომიზებული ჯგუფებია, რომლებმაც არიციან ერთმანეთთან როგორ იურთიერთონ, იმიტომ არა რომ თქვათ იმიტომ არა რომ ურთიერთობა არიციან, უბრალოდ აი თითქოს რაღაც კომფორტის ზონა არის ეს ბაბლი, იმიტომ რომ safe space-ი გაქვს, უსაფრთხო სივრცე გაქვს, სადაც შეგიძლია გააზიარო რაღაც და ვიღაც ამის გამო არ შეგეკამათება და თვითრეფლექსიაც ნაკლები გვაქვს, მაგრამ თან გასაგებია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მუშაობთ ყველა, არ გვაქვს იმის დრო რაღაც პოლიტიკურ დისკუსიებში ჩავერთოთ, მაგრამ თან მეორე მხრივ ისიც არის, რომ აი მართლა ნებისმიერი სამეგობროს ნებისმიერ შეკრებებზე რაღაცნაირად გრავიტაციას მაინც იქეთკენ მივყავართ რა, რომ მეგობრებთან ბოლოს მართლა აი ამათი თვის მანძილზე 2023-დან თუნდაც ხო, მაშინ არ დაიწყო ეს პირველი ინიციირება რუსული კანონის. როდის ვილაპარაკეთ მეგობრებზე, აი რაღაცა ჩვენში და მეგობრულ ამბებზე, თემებზე მართლა არ მახსოვს, იმიტომ რომ კი რაღაც 5 წუთი მართლა მაგას ეთმობა ხოლმე. და მე გადავდივართ აი ძალიან ბუნებრივად აი ამ თემაზე, რომ აი რა გვეშველება, რა უნდა ვქნათ, ყველა ჩვენ აზრს ვიძახით, მაგრამ თან ნახევრად ცოტა პესიმიზმი, ცოტა ოპტიმიზმი და აი ეს რაღაცა ემოციური ტრამპლინებიც ძალიან დამღლელია, იმიტომ რომ რაღაც მომენტში გონია, რომ კი ძალიან კარგად ვიქნებით, რაღაც მომენტში გონია, რომ არა, აღარაფერი აღარ გვეშველება, ეს ცალკე პრობლემაა და ეს ცალკე დამღლელია. უბრალოდ გონია, რომ ცოტა რაღაც ზოგადად ვილაპარაკე, მაგრამ კონკრეტულად ვიტყვი, რომ ეს სტრატეგია მგონია ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აი ეს თანაკვეთა ამ ბაბლების და საუბარი და სასაუბრო სივრცის გახსნა არის ძალიან სწორი სტრატეგია. ოდნავ დავამატებ, ხო? ანუ ვინც ისე გარემოში
ცხოვრობს, რომ არის ეს ბაბლი, რას ნიშნავს? უბრალოდ წრე, ურთიერთობის წრე არის. ჩაკეტილი და როგორც წესი ჩაკეტილ ბაბს როცა ვამბობთ, ყოველთვის გულისხმობთ სოცქსელებს, იმიტომ ძალიან ადვილია იქ ნებისმიერი კრიტიკა რაღაც არ მოგეწონა დაბლოკე, ვეღარ სოცქსელებს არ გულისხმობთ მაინც და მაინც რა. მაინც აი ეს ბაბლებად დაყოფა მაგან მოიტანა მე მგონია, იმიტომ რომ რეალურ ადამიანს ეს სწრაფად ვერ მოიშორებ. როგორც წესი აი კოლეგა არის, ხო? კოლეგას ასე თუ ისე ანგარიში მაინც უნდა გაუწიო, ასე თუ ისე ხედავ და სოცქსელებში რაღაცა შენ თვითონ არჩევ რა ტიპის ინფორმაცია მოგწონს, მე ამის გამო რომ შენ უკვე შეარჩიე რაღაცა და გადაარჩიე Facebook-იც ან თქვა სოცქსელით გთავაზობს ამ ტიპის ინფორმაციას და რაღაცნაირად ხდები ჩაკეტილი აი ამ ინფორმაციულ ილუზიაში, რომ აი მარტო ეს არის რეალურად, რაც მართლა ხდება. კლასობრივი ბაბლებიც არის, გეოგრაფიულადაც როგორც უკვე ვთქვი, ანუ არ არის მარტო მე არ ვეთანხმები, რომ მარტო სოცქსელში ჩამოყალიბდა ეგ ან ხელი შეიძლება შეუწყო. მაგრამ ნუ მაგის გარეთაც ძალიან ბევრი პრობლემაა ბაბლური. ხო, ნუ ეს სახელთან დაკავშირებით კიდევ ალბათ ყველაზე მეტად აი ბოლო პერიოდში გამოჩნდა ეს თანაკვეთა რაშია რა, განსხვავებული ბაბლებმაც კი იპოვეს საერთო, როცა საქმე ქვეყნის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და იმ პირობითაც პოლიტიკურ მიმართულებას შეეხო, რაც საქართველოში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში განსაზღვრული და სწორედ ეგ ამიზეზი, რომ ეხა ორ დღეში უკვე გახდება ორი თვე, რაც სისტემატიური ყოველდღიური აქცია იმართება და იქ მდგომი ხალხი რადიკალურად განსხვავებულებიც არიან ბევრ რაღაცაში, ან შეიძლება იქ ვინც ვდგავართ ერთმანეთს რაღაცეებში და დიდ ბევრ საკითხში საერთოდ ვერ უგებდეთ ერთმანეთს, იმიტომ რომ განსხვავებული დამოკიდებულებები გქონდეს, თუმცა როგორც აღარ აღნიშნე, ნუ ეს იყო ის ჩვენი თანაკვეთა საერთო, რამაც გაგვაერთიანა. ეს რა თქმა უნდა არის საკმაოდ რთული, იმიტომ რომ ერთის მხრივ თუ ეს ყველაფერი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება ძალიან მაგრად იმოქმედებს ამ ხალხის მერე გაერთიანებაში და კიდევ მეტად დაახლოებაში ეს პოლარიზება მოიშალოს და მეორეს მხრივ უკვე რაც თუ უფრო დიდი ხანი გაგრძელდა და ჩვენ და სამწუხაროდ გამვითარდა სიტუაციები კიდევ და მეტად უფრო დაშლის, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენ აქ ფიზიკური პირები, ერთეულები, ადამიანები, სოციალური, ყოველდღიურად ჩვეულებრივი ადამიანი ვდგავართ იქ და იქ მეორე მხარე არის პოლიტიკური, რომელსაც საკმაოდ პოლიტიკოსები, პოლიტიკური მხარე, რომელსაც გამოცდილებაც აქვს, ფულიც აქვს, რესურსიც აქვს და მას შემდეგ რა, ფაქტობრივად რა დემონებს და დრაკონებს ვებიწვით, რა ვიცი, ჯოხებით, ესე გამოდის. მასე უყურებ. შეიძლება შემოვაგდო ხოლმე რაღაც შეკითხვები? ავიღე. თავისუფლება რა შეგჭირდება? აი შენ პირადად რა შეგჭირდება თავისუფლება? აი თავისუფალი საქართველოს რა შეგჭირდება? დამოუკიდებელი საქართველოს. თავისუფლება, დამოუკიდებლობა მგონია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი რა. და იმინად დამოუკიდებელი საქართველოს რა შეგჭირდება მაგისთვის? იმიტომ რომ დამოუკიდებლობა პირველ რიგში, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობა ეხლაც გვაქვს ფურცელზე რა, მაგრამ დამოუკიდებლობა არ მგონია ის, რომ ვთქვათ საქართველოში, ანუ კონკრეტულ ქვეყანაში მცხოვრები ხალხი ვერ წყვეტს თვითონ ვერაფერს. მათ შორის იმას, სად აშენდეს ჰესები, სად აშენდეს კორპუსები, სად დაიწყოს ეს უკანონო, კანონიერი მშენებლობები არის სასამართლოს დამტკიცებული, მაგრამ ეგ სასამართლო თვის ხელშია, ეგეც ვიცით, ტენდერებს ვინ იგებს, ეგეც ვიცით, უსაფრთხოების ზომები როგორ არის დაცული, ეგეც ვიცით და ანუ დამოუკიდებლობაში ვგულისხმობ იმას, რომ იქ მცხოვრები ხალხი უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს, ხო? ან თუნდაც აი ძალიან შიდა ლოკალურ დონეზე ჩემს უბანში ჩვენი მოსახლეობის რაღაცა კომუნა, ეგრეთ წოდებული community უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას, აშენდეს თუ არა ჩემ უბანში უზარმაზარი ცათამბჯენები. ან აშენდეს თუ არა იმ ადგილას პარკი ხო თუნდაც. ანუ ეს მგონია დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება. შეიძლება ფურცელზე რაღაც გეწეროს, მაგრამ მეორეა რეალობაში როგორ მუშაობს და თუ მაგალითად, ანუ ეს ზემოდან ჩანერგილი დიქტატორი შეიძლება პუტინი იყოს, შეიძლება ვიღაც იყოს, ახლა პუტინს და ბიზნაიმანიშვილს მასშტაბებით არ ვადარებ, მაგრამ რიგითი ქართველისთვის, რომელსაც არანაირი ეს ავტონომია არ აქვს, რომ რაღაც გადაწყვეტილებაში მონაწილეობა მიიღოს, ან წონა ქონდეს მაგის აზრით, აი რა მნიშვნელობა აქვს ვიღაც ბიზნესმენი და ინვესტორი დააჯდება ქვეყანას, ან თუნდაც ოლიგარქი, რასაც დაუძახებთ, თუ ამ ქვეყანას თუნდაც კონდეს რა ფურცელზე დამოუკიდებლობა, თუ რაღაცა რომელიღაც ქვეყნის შემადგენლობაში ესე შეგვიყვანენ. რეალურად ცოტა კონტროვერსიულ რაღაცას ვიცი, მაგრამ
ფურცელზე კი გვიწერია დღეს დამოუკიდებლობა, მაგრამ დღესაც ვერ ვიღებთ რა გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, იმიტომ რომ ეს ველური ბეტონის ჯუნგლები თუნდაც რაც არის, აი ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება ამის გაშლა რა, ქართველი ადამიანის ნების არარსებობის, მაგრამ აი თუნდაც ეს ეკოსისტემას რაც დამართეს საქართველოში და რაც განგრძობითი პროცესია, ეგეც მაგის გამოხატულება არის, რომ არავის ნებას არ თვალისწინებენ. ხო, დღეს იყო ეს ვიდეო ვერეს ხეობაში, როცა მაზუტს ასხავდა, უბრალოდ რაღაც მანქანა. ანუ უბრალოდ მაზუტი აქვს ჩაშვებული და იღვრება. შუაკა და სხვა დღისით ბზისით, ანუ იღებენ მაგას ჩვეულებრივად და არც არაფერი. როცა მე და შე რო გავაკეთოთ, ალბათ სერიოზული ჯარიმა. სერიოზული ჯარიმა? ხო, რა ვიცი, ნაკლებისთვის და მე მგონია რა და იქაც შეიძლება კერძო პირი აკეთებდა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს მერის ზედამხედველობა რაღაცა აბსოლუტურად სხვა რაღაცებს აკონტროლებს, მაგას არა. აი, მათ შორის საზოგადოების ჩართულობაზე რაზეც აღნიშნე, ხო, ძალიან კაი მიდგომაა, იმიტომ რომ ხა მე ვიცი რომ მაგალითად ამერიკაში შემეგობრებს სადაც ცხოვრობენ, იქ თვითონ ქალაქები, პატარა ქალაქები, სადაც მაგალითად იციან რომ ფული რჩებათ, გამოკითხებს აკეთებენ, აი რა უნდათ რომ გააკეთონ, სკვერი თუ ახალი ძეგლი თუ ახალი ის თუ, ანუ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საზოგადოება პოლიტიკურად თუ გაიზარდოს, მისი ნაწილი უნდა იყოს. აქამდე აი მეც ეგრე გავიზარდე პრინციპში საზოგადოებაში ეგეთი ის იყოს, რომ პოლიტიკა არის ცუდი. და პოლიტიკა მოდი არ გავიხედოთ რა. პოლიტიკა მოდი აკეთოს პოლიტიკოსებმა. ხო, და რაღაცნაირად პოლიტიკა ეგ იდეოლოგია ესე მაგით მოგწამლეს, მაგით გავგზავნეს, რომ ნაკლები სურვილი გქონდეს ადამიანებსაც მართლა გვინდა ქვეყნებში რაღაცა, რომ პოლიტიკურად ვიხედოთ ან პოლიტიკაში გარკვეულები ვიყოთ და აი ეგ მექანიზმით საზოგადოება გახდება ამ პოლიტიკის ნაწილი, მაგ ფორმით თვითონ გადაწყვეტს პირობითად რა უნდა გქონდეს, პარკი უნდა იქ რაღაცა შენობა უნდა, არ უნდა შენობა, სავაჭრო ქსელი უნდა თუ ამ შემდეგ და ამაში მიიღეს მონაწილეობას, მე მგონია რომ აი ეს მოფრთხილების კომპონენტის მეტი იქნება, აი პარკებს და სკვერებს რომ აფუჭებენ და იმაშობიან, როცა მათ მიერ ჩართულობით იქნება ეს ყველაფერი გაკეთებული და მათ შორის აი ეს არჩევანის პატივისცემაც მერე, ხო? მან ორი სირთვება, ხო, ჯერ ერთი თუ მე თვითონ აი მე პირადად მინდოდა იქ პარკი, მე პირადად რა თქმა უნდა გაუფრთხილდები მე იმას და სხვანაირად დავაფასებ და რა თქმა უნდა რაღაცა მიზნებისთვის მინდოდა და იმ მიზნების რა ვიცი, თუ იმ მიზნებს გადაუხვევს ის პარკი და გადაიქცევა რა ვიცი, რაღაც სხვა დაწესებულებად, ან სხვა დანიშნულების ობიექტად, გული დამწყდება და გავაპროტესტებ და შეიძლება გავუბრაზდე კიდევაც. მეორე ის არის, რომ რაღაცნაირად ივიწყებ იმის დაჯერებას, რომ ეს ჩემი გადასახადებიდან დაფინანსდა და ესე იგი ჩემია უფრო მეტწილად და ვიღაცა თუ აფუჭებს ეს რა ნიშნავს, ანუ ჩემი და ჩემი ნაშოვნი ფული, აი ეს უნდა გაფანდოს. მაგის არ გვაქვს რა. საზოგადოებას არ აქვს, რომ მაგალითად ის კი არ არის მარტო რომ ხელფასიდან რაღაც 22 და მე პლუს აპენსიო მოგეჭრა და მორჩა. არა, ანუ მაგის იქით დასრჩება 72-18%, ხო? მაღაზიაში შედიხარ, იქ რაღაც აქსისები არის, მედიკ გასახადებია, მოგების გასახადებია. ანუ მაგ ყველაფერს ჩვენ მიხდით რა. ანუ იმათ ბიზნესებმა რაც უნდა გადაიხადონ გადასახადებში, მაგასაც ჩვეულებრივი ხალხი ვიხდით რა და შესაბამისად ბევრად მეტი გამოდის და ამაზე ინფორმაცია საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს, იმიტომ რომ არც არის დაინტერესებულა მაგ ყველაფრით რა. სპეციალურად ეგეთი დიზაინია. ანუ მე მაგას სხვადასხვა ანუ რამაც გამაბრაზა და გამაკვირვა პირველ რიგში, ანუ ძალიან დიდხანს ვუყურებდი რუსულ ნიუსებს, ანუ აი რუსეთში რა ხდებოდა, იმას ვაკვირდებოდი და იქ უცბად მივხვდი, რომ დისკუსია იქ წასულია გაცილებით უფრო შორსვიდა ჩვენთან და ჩვენთან რაღაცნაირად იმაში ვართ, რომ რუსეთი ცუდი იყო, არ გვინდა და თითქოს ეს გააქრობს იმ გამოცდილებას და გამოცდილება არ ქრება, ზუსტად იგივე სასათო პირობებით დავიწყეთ, ისინი ცოტა მდიდრები იყვნენ, მაგრამ პოლიტიკურად აი იგივე ჭაობში იყვნენ და არიან და იქ არის ეგეთი მაგალითად ეკონომიკის კათედრის უფროსი იყო MGU-ში, ანუ მოსკოვის უნივერსიტეტში, აუზანი არის ეგეთი და ის ამბობდა, რომ თვითონ სთავაზობდა რეფორმების დროს ეგეთ სისტემას, რომ ხელფასი რო გერიცხება, ჩაგერიცხოს სრულად და ადამიანმა პირადად იცოდეს, აი პირადად რომ მოუვა ხელფასი იცოდეს, რომ აი ეს ახლა ჩამომაჭრა სახელმწიფო და მე პირადად უნდა გადაურიცხო. და აი ამას ამბობდა, იმიტომ კი და ვითომ გაიოლების მიზნით ამას აკეთებს ახლა ის ვინც გასაქმებს დამსაქმებელი. მე მგონი ამერიკაში ხა ეგრე ხდება რა. ხო, დამსაქმებელი აკეთებს, ვითომ გაგიოლებულებს, მაგრამ სიამდვილეში უბრალოდ იმის შეგნებას გართმევენ, რომ შენ თვითონ გადაურიცხე სახელმწიფოს ეს ფული. ეს სახელმწიფო ფული კი არ არის, რომელიც მე მაგამ უნდა გაანაწილოს. შენი ფულია, რომელიც სახელმწიფოს გადაურიცხე იმისთვის, რომ მან ის გაანაწილოს სამართლიანად და ეს ცალკე იმასო, საფუძველობურ და რაღაც ფსიქოლოგიურ მომენტს ქმნის. რომელიც არ უნდა ხელისუფლებამ გააღრმავოს. და მეორე, აი თქვა, 25%-ია ხო, მგონი გადასახადი ჩვენთან. 20 და პლუს 2%. 18% არის DGG. 18% ეს არის ნებისმიერი რაღაცა, რაც იყიდე
ორგანიზაციისგან, ის ექვემდებარება ამ დამატებით ღირებულების გადასახადს. პირადად თუ იყიდი, ვთქვათ, შეიძლება 300 ლარამდე გაგანთავისებო, მაგრამ მაღაზიაში უეჭველი მაგას იხდი. რაც იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში 20%-ს ემატება 18, უკვე გამოდის 38%, რაც წაგართვა, კიბლის კიდე საფენსიო და გამოდის, რომ სულ არ არის ის 20% მარტო გადასახადი და რა კაი ქვეყანა არა, თუ ყიდულობ ამ ქვეყანაში რაღაცას. ანუ თუ უბრალოდ იღებ ხელფას და მე რიცხავ ამერიკაში ძალიან კაი ქვეყანაა, მაგრამ თუ ყიდულობ და აქვე ხარჯავ, როგორც ჩვენ ყველას გვიწევს, მაშინ 20%-ს კი არა, ჩვენ რეალურად იმ 30 და 40%-საც ჩამოგვაჭრან დამატებით კიდე იმ 20-თან. კიდე ერთი ნაწილი არის მანდ რა, იქ საზოგადოების ჩართულობაზე მინდოდა რომ რაღაც მეთქვა. ანუ პოლიტიკაში ზოგადად პოლიტიკაში ჩართულობა უნდა განვასხვაოთ პოლიტიკა და ჩვენთან პოლიტიკა ავტომატურად ილინკება პარტიულ საქმიანობასთან. ანუ ჩვენ თუ სადღაც უბანში მაცხოვრებელი მეზობლები ვართ, თქვათ და ჩავერიეთ იმაში, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელ მთავრობას ხოცები ნაცები, არ აქვს მნიშვნელობა, ვიღაცას მოუნდა ჩვენ რომ წინ ჩაგვიდგას რაღაცა 7 კორპუსი, ჩვენ ავტომატურად ვერთვებით პოლიტიკაში, როცა მაგას ვაპროტესტებთ და არ აქვს მნიშვნელობა შენ პარტიული ტიპი ხარ თუ აპარტიული ტიპი ხარ, რაღაცნაირად აი პოლიტიკა ბინძური საქმეა მოიგონეს იმ ტიპებმა, ზუსტად მაგაში გეთანხმები, ვისაც არ უნდა რომ ჩვენ ჩავერიოთ პოლიტიკაში, მაგრამ დაგვაჯერეს ზემოდან რატომღაც რომ ეს პარტიული საქმიანობაა აპრიორი. თორე შენ რომ ანუ ყველაფერი პოლიტიკაა ხო? შენ რო შედიხარ რესტორანში და რო ჭამ რესტორანში რესტორანი საზოგადოებრივი აქტიარი პოლიტიკაა ხო? განათლება ხო, ყველაფერი არის პოლიტიკის ნაწილი. როგორ შეიძლება არ გაინტერესებს? ანუ აპოლიტიკურად არ მაინტერესებს. აი ეგ ძალიან მომწონს, იმიტომ რომ რას ეძახდნენ ბერძნები აპოლიტიკურ ადამიანს, იცი? კერძო კერძო. ხო, აი ეგ ძალიან მომწონს. ხო და ანუ მართლა ასახავს რა დღეში ვარ. დავასრულებ იმის თქმა მინდა რომ მოკლედ შენ როდესაც რაღაცა თქვა შენ გადაწყვეტილებას იღებ ხო შენ არა ნუ უმრავლესობა დემოკრატიის პრინციპით იღებთ უბანში რაღაც გადაწყვეტილებას და თქვა არაშენებინებთ ამ კორპუსს და ემხრობით რომ იქ აშენდეს პარკი საბოლოო ჯამში მე იცავთ ხო თან თქვენ ამ ინტერესებს მაგრამ საინტერესო რა არის იცი რომ ვინც ის ხალხი ის თაობა მოდი ნუ ყველას ერთ ქვაბში არ ხაშავ რა თქმა უნდა მაგრამ ის თაობა ვინც ჩვენ გვიჩიჩინებდა რომ თქვენ მოდი პოლიტიკაში არ მოხვიდეთ პოლიტიკა ბინძური საქმეა ეხა ჩემ უბანში როგორც პარტაქტივი ისე დარბის ხოლმე რა და თვითონ ხო მოვიდნენ პოლიტიკაში ხო ამას ნიშნავს რა თან მოვიდნენ ყველაზე საწყალი ფორმით პოლიტიკაში ანუ ძალაუფლების რაღაც ჭანჭიკი ხარ ანუ არაფერი რეალურად პასუხისმგებლობის შენ პასუხისმგებლობის ქვეშ არ არის თან პარტაქტივის იარლიყიც მოგეწება და რეალურ ცვლილებებში ვერაფერში ვერ იღებ მონაწილეობას და ანუ პოლიტიკაც კი არ არის ეგ რასაც ეგენი აკეთებენ რა და რეალურად ის ხალხი ვინც ჩვენ ამაზე ზემოდან გვიკიჟინებდა რომ აი თქვენ პოლიტიკაში პოლიტიკა ბინძური საქმეა თუ რაღაცა ეგ უბნის ეს ტიპები ვინც რაღაც არჩევნების მერე თქვენც მოგადგნენ ალბათ რომ აბა ვისაძლევ ხმას არჩევნებამდე უფრო სწორად და მე არჩევნების მერე აბა იყავით თუ არა და რაღაც ხო ჩვენი მეგობარი იყლის უბანში ყველა მიცის რა რომ დავეხმაროთ და რაღაც კი ზუსტად ანუ ვინაცია ვინ ქოცია აი ეს განწყობები ყველა მიცის და მაშინ რაღაც ვიტყუებთ თავს ამ სირაქლემას პოზიციით და მაშინ ბოლომდე ვთქვათ რომ აი ყველა ჩართულები ვართ პოლიტიკაში გინდა არ გინდა მაინც ჩართული ხარ როგორც წეღან თქვით იმიტომ რომ ყველაფერი პოლიტიკაა რა მაგრამ მაშინ თქვათ რა რომ ზოგი პარტაქტივია ზოგი პირდაპირ პოლიტიკაში ვარ ჩართული შეიძლება მე კონკრეტულად ვერაფერს ცვლილებებს ვერ ვახორციელებ მაგრამ მინიმუმ ვიბრძვი ხო რაღაც ცვლილებებისთვის და პარტიული ქოლგის ქვეშ შეიძლება და თუნდაც ხვალ რომ რაღაცა პარტიული ქოლგის ქვეშ იყო ეგეც არ უნდა იყოს რაღაცა სირცხვილი ხო ანუ ეგეც ეგ ტაბუც უნდა გავარღვიოთ როგორ რაღაცა კომპლექსივით გაჩნდა რა აი მეც პირობითად აი 20-20-ის მერე დავიწყე ფიქრი ზოგადად ამ ყველაფერზე მანამდე მეც ფიქრობდი რომ მეთქი აპოლიტიკური ვარ კაცო კი ვიცი რაც მინდოდა იმიტომ რომ არჩევნებს დავდიოდი და ხმას ვაფიქსირებდი იმიტომ რომ ჩემი ვალდებულება როგორც მოქალაქის ეს და ნუ არასდროს გამომიტოვია მაგრამ მაინც ესე ძალიან ზოგადად უყურებდი ამ ყველაფერს და მე რომ დავიწყე თუნდაც აი მორა დეტალებს დაკვირვება მე უფრო მივხვდი რომ ეს უფრო სხვანაირად შეიძლება ეს გაკეთდეს და მე
გამიშთა ის რომ იცი რა ჩემი გადასახადებიდან გადახდილი თან ხა არ მინდა რომ ამაში დაიხარჯოს მინდა რომ მე მქონდეს არჩევანი რომ იცი რა მე მინდა რომ ჯანდაცვას ან განათლებას მოვახმარო რა ამაში რომ მიღეს რაღაც ანუ რაღაცნაირად არჩევანი ან ჩართულობის საშუალება მქონოდა გამიჩნდა ამის მოთხოვნილობა და მათ შორის აი ესეთ ხალხს რომ ეგრევე იერარქიებს აწებებენ იგივე ტაქტიკა მუშაობს ზედაც ზუსტად დღევანდელი ისა ქვია მთავრობაში ყოფილი ხალხსკენ რომელიც გინდა არ გინდა ნებისმიერ აზრზე რომელიც მათ აწეამდე გვაქვს ქოც ესე ნაცგეწახის ხო რაღაცა ეს არის ერთგვარი რა ვიცი დიდი კედელი ბერიკეტი რომ მეტი არ არის რა პრინციპი თან ისე არის რომ ნუ თქვენ ხო ამას არ ეთანხმებით ესე იგი ნაცი ხარ ამას რაც უნდა დამტკიცება ეს იცით რა არის ანუ მეორე მხრივ ცოტა რაღაც შეკამათებასავით გამომდის ხოლმე რა მაგრამ მინდა რომ ცოტა რაღაც ამ ეს პოდკასტიც ხო ბაბლისგან გათავისუფლების ერთგვარი მცდელობაა რა მეორე მხრივ ოპოზიციაც მაგას აკეთებს ოდნავ თუ რაღაც თვითრეფლექსია დაიწყე რომ ვახ ეს ახლა სწორია რომ ამას ვაკეთებ ოპოზიცია უყურთ პოლიტიკურ პარტიებს გულისხმობ ახლა ვინც არის ხო იმიტომ ჩვენც ოპოზიცია ვართ ესე ხო ანუ ჩვენ ოპოზიციის ოპოზიცია ჩვენ ყველას ოპოზიცია ვართ სუპერ ოპოზიცია ვართ სუპერ პოზიცია ხო და ისინიც ესეთ დამოკიდებულებაში არიან რეალურად პოლიტიკის არა მარტო ქართული ფენომენი არ არის მაგრამ ზოგადად პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების პრობლემა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ხოლმე რომ თვითრეფლექსია არ აქვთ საერთოდ ანუ როგორ შეიძლება აი დღეს ვსაუბრობდით რა მე და ჯუკა ამაზე რომ რანაირად შეიძლება თუნდაც ოპოზიციურ პარტიაში იყო ხო და აპროტესტებდებ თქვა ბიძინა ივანიშვილის ავტორიტარულ რეჟიმს და ამავდროულად შენ თვითონ ოპოზიციაში ხარ ოპოზიციაში კი არა საერთოდ პოლიტიკაში პარტიულ პოლიტიკაში ხარ 30 წელი და მეტია არაფერი დასამახსოვრებელი რავი ნეგატიურის გარდა არაფერი შენი სახის დანახვაზე ტელევიზორში არაფერი არ მახსენდება და რანაირად შეიძლება რომ 30 წელზე მეტი არც ერთი ახალგაზრდა წინ არ გაუშვა პოლიტიკაში ყველანაირი ახალგაზრდული, ყველანაირი ახალი წამოწყება რაღაცნაირი მაგნიტივით, კი არა რაღაცა დიდი ორგანიზმივით შეიწოვო. და იყოს და ცოტა ქვეშ და კი, ჯერ მე ვარ და მე დანარჩენი თქვენ, ანუ ფეისი იყო 30 წლის განმავლობაში. და 3-10 წლის მერე მაინც ამბობდე რომ აი მე ავტორიტარიზმს ვემიჯნები. ანუ რო რამე ახლა ვინ დამაჯერებს რომ მე რო შენ ძალაუფლება მოგცე, ვინც 30 წელი სკამს ვერ შეელიე. თან არ არიან ეს ის ხალხი, ვინც უსამსახუროდ დარჩება, რა სოციალური კაპიტალიც აქვთ დაასაქმებს როგორმე ვიღაც და ბიზნესებიც აქვთ. და როგორ დავიჯერო რომ შენ ვინც 30 წელი სკამს ვერ შეელიე, შენ რომ მართლა მოგცე ხმა რომ ჩემს ინტერესებს გაითვალისწინებ ეს ერთი და მეც მეორე ეს დემოკრატიაზე რო ლაპარაკობდით წეგან ეს ხალხის ჩართულობა ეს არის პირდაპირ დემოკრატია ხო რომ ხალხი ჩართულია იმაში რა მოხდება ხო და ჩვენ რაღაცნაირად ეს უფლება წართმეული გვაქვს და მარტო 4 წელიწადში ერთხელ 5-თან დაფიქსირებით შეგვიძლია და მერე ის 4 წელი რა მოხდება ვარ მე შენი ამომრჩეველი არ ვარ შენი ამომრჩეველი იმ სიგიჟეში უნდა ვიცხოვრო რაშიც ვინც იქნება არჩეული არაფრის თქმის უფლება არ მექნება რა ხო თან გეუბნებიან რომ ეს უნდა იცხოვრო სხვა არჩევანი არა გაქვს არა და გაქვს ანუ თან გაქვს ვითომ პროტესტის უფლება გაქვს მაგრამ ისე უნდა გააპროტესტო რომ მე არ შემიშალო ხელი მაშინ რა აზრია გააპროტესტო ანუ პროტესტს იმიტომ მიმმათე რომ სიტყვით ვერაფერი ვერ გააგებინე ლოგიკა არ ჭრის და ვხედავ რომ არაადეკვატური ხარ და მინდა ადეკვატურობაზე დაგაგბრუნო რომ როცა მეუბნები რომ მთელი საქართველო ხარს მიჭერს გეუბნები რომ არა და შენ მეუბნები რომ არა იცი რა ისე აპროტესტე რომ მე არ შემიშალო ხელი აი ჩუმად სადღაც იცი რა ეხლა გააპროტესტე ეხლა всё ეხლა კიდე მე გავაკეთებ რასაც მინდა და არა ეგეც არის საერთოდ შინარსი მაგაში არ არის პროტესტის შინარსია რომ შედეგი გამოიღოს და თუ არ გამოიღებს სინამდვილეში უფრო რადიკალური პრობლემები გექნება ანუ უნდა გიხაროდეს თუ პროტესტის დონეზე შეგიძლია მოაგვარო რაღაცა და აქ ჩვენთან რაღაცა პირიქით ისე სპეციალურად ესკალირდება მაგაზე აქვს მე არგუმენტი რომ მე 1.200.000 კაცმა მომცა ხმა რა და ანუ აი წარმოიდგინეთ რომ რა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მართლა ეგრე მოხდარიყო და ჩვენ შეიძლება ვცდებით რა ანუ ეს მხარი აქ ვინც ვართ ვცდებით და მართლა მიიღეს ამ ადამიანებმა 1.200.000 ხმა რა მაგრამ მინიმუმ 2 თვის განმავლობაში ჩვენ 10,000 ადამიანი ყოველდღე დგას ქუჩაში და არ უსმენ. ანუ მაგით ხომ მთავრდება რომ შენ ესე იგი ანუ 10,000 არ არის ახლა შენ ამცირებ ანუ რეალურად მეტია ხო? ბევრად ვამცირებ, მაგრამ ანუ აი მაგათი 100,000 ადამიანი ვინც აპროტესტებს ამას და ვინც არ ეთანხმება. კი და სხვა ფორმით მათ შორის ხო? ანუ ჩვენ ამ 2 თვის განმავლობაში ბევრი ფორმის ესა ბევრი პროტესტის ფორმა მოვცადეთ სხვა ვერსია. ჩვენ ვითართ რეგიონების პროტესტი და ანაკლები
თორე დეკემბრის თვეში თან მარტო ვინც გამოვიდა მარტო ის ხო არა პროტესტებს ანუ მართლა ბევრია ხალხი ვინც ხმა არ მისცა ანუ რომც 60-40-ზე როც გაიყოს 40%-ს რას უშვები ანუ ჩარეცხა ეგ გამოდის ხო პლუს კიდე არჩევნების შემდეგ რაღაცეები შეცვალეს ამათ ანუ რაღაცეები გადაათამაშეს იმიტომ რომ ევროკავშირის ბანერებით მიდიოდნენ არჩევნებზე ევროკავშირის დროშები ჰქონდა ევროპისკენ რაღაცა იგი და ეხლა უცბად აღმოჩნდა რომ იქ არ მიდივართ ამიტომ წესით სამართლიან ქვეყანაში ეს რაც მოხდა გამოვიდა და კობახიძე და იტყოდა იცით რა აი ჩვენ თვლით რომ არასამართლიანი გვექცევა ევროპა საერთოდ თვლით კურს მაგრამ რადგანაც ჩვენ ევროპისკენ მივდიოდით არჩევნებზე ეხლა ხელახლა არჩევნებს ნიშნავთ იმიტომ რომ აი ამ კურს ეთანხმებით თუ არა გვინდა შევამოწმოთ და სინამდვილეში რაც მოხდა ანუ სწრაფად შეაკოწიწეს რაღაც იმას არ დაელოდნენ დასკვნებს არ დაელოდნენ შეგიძლია უბრალოდ რა ვიცი თუ ხედავ რომ საზოგადოების 40%-ს არ ჯერა შედეგი სამ ჯერა რა ვიცი დამაჯერე ანუ იმუშავა ერთი თვით გვიან შევიდეს პარლამენტში იქ ხალხი რა პრობლემა იქნებოდა დამაჯერე რომ მართლა ეს იყო გახსენის ბაზები ამოიწუროს ვაღიარებთ ყველანი თუ მართლა ესე მოხდა და დავთანხმდებით ხო მაგრამ როცა სწრაფად აკოწიწებ ამ არა ცდები მაგრამ ოპ ჩუმად ამ ბაზებს ვერ ნახავ ეს პროკურატურა დაფარავს აქ იმას ვერა იმიტომ აი უკვე კი შეტანილია სარჩელი მაგრამ განხილვას არ დაველოდები და უცბად პარლამენტში ვკრებ არანაირად აღარ მჯერა რომ მართლა 1,200,000 გიჭერს ახლა ხმას და შენც არ იცი რომ რაღაცას ხიკი მანდრობ რა აი ვერ დამაჯერეს ეგეც აი მაგაში დავამატო რომ აი წეგან დაუბრუნდეთ იმ აზრს რომ აი დაუშვათ მაგრამ იმათმა მოიგეს რა პირობითად რა ანუ 20-მა მოიგო არჩევნები და რა ხდება მე როგორ ვითარდება მოვლენები რომ ყველა ევროპული ქვეყანა ემიჯნება ამ ყველაფერს არ აღიარებს ფაქტობრივად აღიარებს ერთეული ქვეყნები რომლებიც რავი ერთი მეორეზე მეტად რა ვიცი ისე დიქტატორული მიმართულებებით არის ვითარდებიან ხო რაღაცა 10 20 და 30 წელი ერთ და იგივე ადამიანი ყავს პრეზიდენტთან რა ვიცი მინისტრთან ამ შემდეგ ხო ანუ მაგას თავი დავანებოთ და იძახი რომ იცი რა ისინი იმიტომ არ გვაღიარებენ რომ რა ქვია ჩვენი რა ქვია სხვა პარტიები ცდილობენ რომ საქართველოს გააშავონ და ამ ხალხს ჯერ ერთი როგორც მართველი პარტია იმის ვალდებულება გაქვს რომ ხალხს ელაპარაკო ხალხს დააჯერო მით უმეტეს როცა მართველი პარტია ხარ მეტი ძალა გაქვს შენ რომ რა ნებისმიერ ქვეყნის პრეზიდენტს ელაპარაკო და აუხსნა ყველაფერი რა და შენ რო არ აკეთებ ამდენი წლის განმავლობაში ამ ყველაფერს ამ ვერ აკეთებ იმიტომ რომ სიმართლე არ არის თვალ შენს ხო მით უმეტეს ეგ არის ყველაზე დიდი მაგით მსავრდება ან მაგას აღარც უნდა არაფერი რომ შენ აღიარებ იმას რომ იცი რა ოპოზიცია ბევრად ძლიერია იმათთან ურთიერთობის დალაგება ვიდრე მე რა რომელიც მართველი პარტია აქვს მეორად მეტი რესურსი ანუ კვალიფიკაცია არ აქვს რა ესე გამო მაგას აღიარე ანუ ამ ყველაფერს აღიარებ მაგას რომ იცი რა მე კი ყველაფერს კარგად ვაკეთებ მაგრამ იცი რა ის რა ქვია ოპოზიცია უფრო ძლიერი აღმოჩნდა რა მაგას ეუბნება ხალხს რომ თან იმ ხალხთან ურთიერთობაში ვისთანაც შესვლაში მე პირდებოდი არჩევნებს ხო ზუსტად და შეუძლია რომ დაიბაროს ის საფრანგეთის რა ვიცი პრემიერი მინისტრი თავის ძროზე დაიბარო ეხლა არ შეხვდება დარწმუნებული ვარ მაგრამ თავის ძროზე ეგ და ეგ საქმე რომ შეხვედრო და აი ეხლა ყველაფერი იცი რა ეს რუსული კანონი ამისთვის გვინდა რა დაერწმუნებინა ის ხალხი. ანუ ესენი იმათაც კი ვერ ხვდებიან, ვერც არწმუნებენ და ჩვენ გქონდება ჩვენ დაუჭეროთ რა. ანუ ეგ არის მაგათი არგუმენტი. ამათ ცოტა ეს პოზიცია უჭირავთ, რომ აი ჩვენ რატო უნდა ველაპარაკოთ, რატო უნდა ვაბაროთ ანგარიში საფრანგეთის ჩვენ არ ვართ ეგ ქვეყანა რა. იცი რა, აი რა ამაზე რა ასეთყოდი. რა ჩვენ რატო უნდა რო რამე აი კოციბზი ვარ აქ და გეუბნები აი ჩვენ რატო რა ხალხი თხოვს აი ორი თვე ის ადამიანები ხალხი თხოვს იმას რომ მინიმუმ ის ადამიანები შემოაბრუნოს იმ ხალხის ნაწილი ხარ შენც რა მაგრამ ხო და აი რას ეუბნებით ეს ხალხი ირაკლი კობახიძეს რომელიც რა შალვა პაპუაშვილს კრებითი სიტყვა ირაკლი კობახიძე ამ შემთხვევაში აი რას ეუბნები ირაკლი კობახიძეს რომ რატო უნდა ვაბარო მე ანგარიში საფრანგეთის ელჩს. აი, მე ვეთქვი ვალდებულება მინიმუმ რა როგორც ოცნების ძალიან ბევრი ამომრჩეველი, მაინც და მაინც მაშინ რატო არ აბარებ? აი, რუსეთთან წყვეტილი გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ აი, რა ვიცი, ლავროვს ან იმას რატო არ აბარებ ანგარიშს? მაშინ ვალდებულება რატო ანუ ყველა ქვეყნის ელჩს უნდა ჩააბარო? აი, ამაზეც უნდა გქონდეს რა. მე მგონი მაქვს მაგაზე პასუხი რა. ანუ მე ეგრე მგონია, მე ეს უყურებ ესეთ რაღაცას, რომ მე ვთქვათ, მინდა ვიყო ჯენტლმენების კლუბში მიღებული რა და რატომ მინდა ვთქვათ ვიყო საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი, ამერიკა აი ეგეთ კლუბში, იმიტომ რომ ეს არის ხალხი, რომელსაც რაღაცნაირად პატივს სცემ. ახლა სხვა საქმე არის თუ კობახიძე არ სცემს პატივს, ეგ არის. ბრიტანეთი გამოსული ევროკავშირიდან. არა, ევროკავშირზე არა, მაგრამ ბრიტანეთი იმ ცივილიზებული ევროპის
კლუბზე ვიძახი მე. თორე ისე ამერიკაც არ არის ევროკავშირში. ევროკავშირზე არ ვამბობ. მე ვამბობ აი იმ ქვეყნებზე რომლის მსგავსათაც მინდა საქართველოს ვთქვათ ავაწყან, მინდა რომ ეგრევე კარგად ცხოვრობდნენ ვთქვათ. თუ მინდა რომ ჩინეთივით ცხოვრობდნენ, მაშინ კი ჩინეთთან უნდა მოლაპარაკო, მაგრამ აი ვთქვათ შევთანხმდით რომ რაღაც ქვეყნები არის, cool ქვეყნები, რომელთანაც მინდა კარგი ურთიერთობა. იმათ უნდა მიმიღონ როგორც ადეკვატური წევრი და ამისთვის მჭირდება კომუნიკაცია და ენა, რა ვიცი, ძმაკაცები თუ მინდა ვიმეგობრო თქვა ავთოსთან და გვანცასთან, გვანცას და ავთოს უნდა მოსწონდეს როგორ ლაპარაკობ მინიმუმ, ან რა ვიცი, დაბანილი რომ მოვდიოდე მაგათთან ოჯახში, გაუხარდებათ ალბათ, ხო? რა ვიცი. ან ჭუჭყიანი, ან რომ მოვალ, არა ვიღო, რა ქვია, გასხოვებული მოვითხოვო, დავლიო და თქვა რომ ძმაო, ისეთი გიყვარდეთ როგორიც ვარ. იტყვი რომ, კაი ჯიგარო, დღეს ძალიან კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ ხვალ აღარ მოხვიდე. და აი ეგ არის მე მგონი თავარი, რომ რაღაცა თან ძალიან მარტივია აშკარად, ხო? ზუსტად იგივე ლავროს იმიტომ არ უნდა ველაპარაკოთ, რომ ჩვენ რუსეთში არ გვინდა, ხო? ჩინეთის პრემიერს ველაპარაკებიან, ანუ ჩვენ ჩინეთში არ გვინდა. ანუ კაია რომ სავაჭრო გზები და ასე ფინანსურად, ეკონომიკურად წაგვადგეს რაღაცეებში, ოკეი, მაგრამ ჩვენი აქცენტი და მიზანი ის არის, რომ ევროპულ ოჯახში ვიყოთ, ხო? ნუ ამ ბოლო 30 წელია ეგ გვინდა. და რაღაც მომენტში ესენი იძახიან რომ იცი რა ისინი არასწორად გვიგებენ ჩვენ რა ანუ არ გვისმენენ უბრალოდ ჩვენაც გვინდა იგივე საკეთებენ და რაღაც ეგეთი ლოგიკა ქონდათ რომ ჩვენაც გვინდა იგივე საკეთებენ და ჩვენზე იშვერენ ხელს რა და აი ამ მომენტში უნდა ყოფილიყო მინიმუმ კომუნიკაცია როცა მაგალითად პირველად და ნუ ის რა ქვია შემოიტანეს ეს რუსული კანონი ხო და დაიწყეს პირველად გაშოიცია საფრანგეთაც იგივე აქვს პირობითად რა საფრანგეთს იგივე არ არის ხო წავიკითხეთ ხალხმა და ნახეთ რომ საფრანგეთს იგივე არ კი კონკრეტული ქვეყნები უწერია საფრანგეთს და ამერიკას განსაკუთრებით ახლა ამერიკა და საფრანგეთი კიდე ჩვენ არ ვართ ახლა საფრანგეთი არის უფრო გლობალური ქვეყანა ხო ფაქტობრივად მისი მეზობელი არის მთელი პლანეტა და ყველა ქვეყანა სოფელში თუ ჩავალ სადმე და გავილი სენდვიჩი ამერიკულ სოფელში ალბათ არ მომეწონება ნუ იმ ქალაქებში თუ რაც არის რუსულ სოფელში არ მომეწონება ფრანგულ სოფელში მომეწონება იტალიურ სოფელში საერთოდ გამოვშტერდები ვიტყვი რომ ბუნება გავს ხალხი გავს და მე რატომ ცხოვრობ ისე როგორც ცხოვრობ რა ვიცი ნახევრად დანგრეული ქოხები და აი ეს იტალიაში ყვავის ყველაფერი და მინდა იმათ დავიმსგავსო და იმათ თუ მინდა დავიმსგავსო იმათგან უნდა ვისწავლო როგორ ცხოვრობენ და იმათ უნდა მოვწონდე და თუ მე ვერ ვაკეთებ იმისავე ახსნას რატომ ვიქცევი ყოველთვის შემოხედავენ როგორც ველურს და ყველაზე ცუდი რაც არის ანუ ჩვენი ხელისუფლება იქცევა როგორც ველური და 40 რა ვიცი პროცენტი მოსახლეობის და თავისივე თქმით ამბობს რომ ანუ იქცევი ველურივით და ის ამბობს რომ არა ძმაო აი ეგ უნდა აი მორჩა აი არჩევნები მოვიგე და აი ბოლომდე გავიტან და 40-იც რომ იყოს აი მაგ ლოგიკაშიც არ მჯერა რომ ადეკვატურად იქცევა მაგალითად ერთ-ერთ გამოსვლაზე კობახიძემ თქვა ჟურნალისტს რო უთხრა რომ შენო არა ხარო საქართველოს მოქალაქე შენ ხარ პარტაქტივიო ანუ ვითომ პარტაქტივი არ არის საქართველოს მოქალაქე. ანუ ვითომ ქრისტიანული ქვეყანაა, მაგრამ გიყვარდეს მტერი შენი, მანამდე სანამ ეს მტერი შენი მოყვასი შენია, მაგრამ როცა მტერი შენი, არა, ეხლა მსხალ ქრისტიანიც არა ვარ. რაღაც ეგეთი აბსურდში ვცხოვრობთ, რომელშიც სინამდვილეში ძალიან მარტივი ასახსნელია. ანუ მთავრობა იტყუება სულ და ცდილობს დაგვაჯეროს, რომ აი რავი, ეგ არის ნორმა და უბრალოდ მაგას არ გაუგეს. ჩვენეთაც გაუგეს და უბრალოდ უთხრეს, რომ არა, ეგრე მოქცევა არ მოსულა და გვატყუებ. და მაშინ რომ აუ, რატომ და აი საფრანგეთიც იტყუება. რა ხო, ფაქტობრივად ცდილობ მე რომ მათი მანკიერი და ცუდი რაღაცეები გაიგიონ, რომ იცი საფრანგეთის ამაშობა, ევროკავშირის ამაშობა რა და ჩვენ რო ვქნათ მე რა და სიამდვილეში ეგრე არის და კიდე ერთი ამბავი რაც მინდა რომ დავამატო, რომ აი ბოლო აქტივობები, აი ბოლო ქცევები და კამპანიები რაზეც წააწყეს რა, ეს არის აი ქართული სუფრა და სადღეგრძელოები და პირდაპირ გაგებით, რომ აი რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ, თემაა ის, რომ იცი რა ჩვენ იაპონიაში ველაპარაკობთ, თვითონ ველაპარაკობ რა, ჩვენ რაღაცა ჩვენი იდენტობა გვაქვს, ჩვენი თავისუფლება გვაქვს ჩვენ დამოუკიდებლობა აქვს და იცი რა თუ რამე უნდათ მოვიდნენ და ჩვენ შეგვეხვეწონ რა დაგვიდონ და მოვაწერთ რა ანუ რაღაცა ეგეთი ამბავი გაუშვეს და ბევრ ადამიანს გული მოფხანეს მაგ დამოუკიდებლობით იცი რა აი საქართველოს სიძლიერე გამოჩნდა აქ და ვენაცვალე ამათ იმიტომ რომ ნახე თელი მსოფლიოსგან გვიცავენ მარტო რუსეთისგან კი არა აი ევროპაც და ამერიკა არ გვაქვს ხო არავისთან სახვეწარი ეს არის მე ქართული სუფრიზა ქართველების რაღაცა გადიდების თემა და მეორე თემა იყო კიდე ეს განსაკუთრებით
მოკლედ ცდილობენ რომ ისეთ თემებით გადაფარონ ეს მთავარი რაღაცეები, რაც რეალურად ჩვენი პრობლემა არ არის. შეიძლება რომელსაც კონკრეტული ქვეყნების პრობლემა არის, მაგალითად ხა ხალი-ხალია და კაცი-კაციას თემა, როგორც კასპში რომ ეს ერისქესიანების ქორწინება გააუქმეს, ხო რაღაც აბსურდებით, რაც რეალურად ჩვენთან ესეთი სისტემურად და უფრო მასშტაბურად არ შემოჭრილა, ხო? ამერიკან და ნუ ეხა იძახე რომ იცი რა, ახლა ტრამპმაც იგივე თქვა. ეხა ტრამპის და ამერიკის რაღაცა პრობლემა არის განსხვავებული ამ მიმართებაში, ხო, რაღაცა იხდება და cancel კულტურა, ხო, ვიღაცა მაგალითად დღეს იყო ძალიან კაი მაგალითი მეც გავაშიარე, რომ აი პროფესორი თუ არ აღიარებს, რომ ორსქეზე მეტი არსებობს, ეგ სამსხური ათავისუფლებენ. ხა ეგ кейს ხო არ გვაქვს ჩვენ, ანუ ეგ რეალობა რაც იმათ და ის პრობლემები რაც იმათ აქვთ, ხო? ეგ პრობლემები არ გვაქვს ჩვენ და არ უნდა იყოს მაგალითად პრიორიტეტი, ჩვენი ბრძოლის პრიორიტეტი ეგ თემა, მაგით არ უნდა იწყებოდეს საუბარი და კობახიძე ჟურნალისტ რო უნება, რომ აბა მითხარი ამდენი სქესი არსებობსო. ანუ რაღაც ნახე ხო ეგ უცხო რომ ორი სქესი არსებობს რა ყველა ვიცის რომ ხალი და კაციო და მე ჩაიჭა დაფიქრდა და მაშინ გედერი მითხარი ადრა ხო და გამოჭერაზე არიან რა ცდილობენ რაღაც სიტყვებში ჩააჭირონ სენსიტიურ რაღაცეებს ჩააჭირონ აი ამ გეი რაღაცები რომ ჩვენი ბავშვები გავზარდოთ უფრო ანუ რაღაცა იდეოლოგიებს მინიმუმ სამი სქესი გვაქვს საქართველოში ისე კაცი ხალი და კობახიძე ანუ მე მგონი მაგალითად შეგვიძლია ყველა შევთანხმდეთ რა ხო და რაღაცა იდეოლოგიებს და თან როგორ რაღაცა იცი ეს აი ადრეს ბავშვობაში გამიგია რომ ადრე KGB და ისინი რაღაც სენსიტიურ თემებში შეაკეთებდნენ ხო და ხალხი რა წამოიგებოდა მაგაზე ჩააჭერა აი გეი ეს გეია ხო და მე ეგ მუშაობს რა მაგრად მუშაობს ჟვანიაც აი ისე მოკდა რომ აი იქ ვიღაცა იყო კაცი იყო იქ ვიღაცა ეს რომ შემოვიდა მაგრად მუშაობს ეგ ჭორის თემა თან იმაზე რომ განსხვავებული სქესიაზე ან ორიენტაციის მქონე ადამიანებზე ან ზოგადად ამ მიმართულებით რომ თურმე გადამდებია და ასე მაგრამ რომ რამე დუბაიში რაღაც აიჭვა იმაში კი დაფრინავენ თვითონ ხო ეხლა ხო არავინ არ იყო ვაფშე არც ის არც ის ლაშას მამა გარდაიცვალა საერთოდ გასასმელი ხო ნუ ეგ ზოგადად ეგ თემა ეხლა გვეცინება მაგრამ ჩვენ სადაცილო არ არის აი ვიღაც ურთიერთობა მაგრამ ნუ აი ხალხმაც დაიწყო მაგას საუბარი და თვითონ რომ მაგას იძახიან და მე თვითონ რაღაცებს რომ ანუ ეგეც ხო შერჩევითია რა ფაქტობრივად თვითონ ყველაფერი ეს რაღაცას დავამატებ რა უბრალოდ ბოდიში ვაცა სანამ ეს კობახიძე ესე რომ ლაპარაკობს, ანუ ძალიან გავს იმას, როგორ ლაპარაკობს ნებენზა, თქვა ლაპარაკობდა და თქვა ლავროვი თვითონ. ნებენზა ეს იყო გაერთიანებულ გაეროში რუსეთის წარმომადგენელი. ანუ იმათ რომ მოусმინო, ისინიც აი ესე ლაპარაკობენ, რომ რა და ვაფშე დაგვიმტკიცე, რომ ჩვენ დავაშავეთ და ეს არის აი ემინა ამერიკულ კანონს ასლია და ჩვენი უფრო ჰუმანურია და აი ესე ძალიან ნაკლად ელაპარაკებიან, ძალიან ისე აი მაგრამ კობახიძეს აი ეს ზღვარიც აქვს რაღაცა ისინი პირად შეტევებზე არ გადადიან ისე რა ზოგადად ლაპარაკობენ და პირადად ცდილობენ ძალიან მოთაფლონ რა ვიღაცაები კონგრესმენები და ასე შემდეგ და ამათ რაღაცა თითქოს დაეკარგათ ის რომ რუსეთი როცა ლაპარაკობს რა ვიცი 140 მილიონია ბირთვული იარაღი აქვს და საკმაოდ დიდი ქვეყანა არის და რამე რო ჩაიკეტოს დიდი რესურსი აქვს და კობახიძე როცა ლაპარაკობს რაღაცას ანუ რაღაცა დაატყდება საქართველოს თქვათ აი მართლა კაჩაობა სხვანაირ სიტყვას ვერ იტყვი ხო და რა ანუ კობახიძე პირადად რამეს პასუხისგებლობას აიღებს ანუ ქართული ოცნება ცნობილია იმით რომ არც ერთ შეცდომაზე არ აღუღია პასუხისგებლობა თავისი 12 წლიანი მმართველობის დროს აი რო კითხო რამეში აი თქვა რა პრეზიდენტი ცუდია ხო ეხლა ცუდი იყო თქვა სალომე ზურაბიშვილი შენ ხო ამარჩევინე ესე იგი შენ შეცდი არა სალომე ზურაბიშვილია მოღალატე მე არ შევცვალა მე უჭერდი ხარ გახარია მახსენდება ვინც აი პასუხისგებლობა იყო რა მართლა გახარია ბრაზე იყო პასუხისგებლობა ანუ იმ თავის კვენდებაზე 20 ივლისის ამბავი რა რაც იყო რა ვიყო თქვა შენ პასუხისგებლობაა ეგო ნუ შევცდიო არ ვთქვია ეხლა ნუ ეგ თავის ინიციატივით არ ვთქვამ ჟურნალისტები ხა მან სარას თავის არხსეს ბევრჯერ მოხსენებია ეგ რა მე ვადევნებდი მის კამპანიებს თვალს და ახსენა ბევრჯერ მაგრამ ქართულოცნება მაგიტომ ეხლა ამბობს ქართულოცნება ესე იგი რომ მაგი არ არის ჩვენ ხო ნებისმიერ მომენტში შეეძლო და გაეშურა ხელი რომ იცი დამაწალეს რაღაცა მაგრამ აროს არ უქნია რა და ეგ ცოტა ის კარგად მოხდა მე ახლა კაი ადამიანი კი არ არის საერთოდ მაგისაც გამდეგოს ფიქრობ მაგრამ შეიძლება აწყობდა პოლიტიკურად ფიქრობ რომ ანუ ისეთი იყო ერთადერთი ვინც პასუხისგებლობა იყო რა აი რო ეთქვა რომ ჩემს ზეწოლა მოახდინეს და დამაწალეს ეგ უფრო არის იქნებოდა მისივე რეპუტაციისთვის იმიტომ რომ მტკიცე პოლიტიკოსი და ისეთი პრინციპი როგორადაც წარმოგვიდგებოდა ეგ განულდებოდა საერთოდ რა
მე მართლა მჯერა რომ არავის არ დაუვალებია და მართლა თავის ინიციატივა იყო უბრალოდ არ მგონია ოკეი როცა სანამ ჟურნალისტი არ კითხავს და სანამ შენი PR კამპანიისთვის არ გჭირდება მანამდე რო არ თქვა და მანამდე ეს თვითრეფლექსია არ გააკეთო და არ ვიცი ეხლა უბრალოდ ეხლა პირველად ვისმენ შენგან ანუ უბრალოდ თავის ინიციატივით ეგაშკარა და რა ვთქვამს დასავლეთის წრეებში გაერთიანებაზე მინდა ვთქვა რომ კი საფრანგეთიც ეგრე არბევს და ხანდახან უარესადაც კი თავის აქციონერ მოსახლეობას რა და მართლა გვინახავს ეგ კადრები ალბათ მაგრამ განსხვავება რა შეიცი განსხვავება არის სასამართლოებში რეალურად იქ რომ ვიღაც უსამართლოდ მოგექცევა ანუ კონკრეტული იდენტიფიცირებადი არიან ეს ძალები და ანუ კონკრეტული ნომრები აქვს და შეგიძლია იდენტიფიცირება გააკეთო რომ აი ამან ძალას გადააჭარბა კონკრეტულად რა ამერიკაშიც და ამიტომ ამისი შედარება არ მგონია გონება מחვილური მაინც და მაინც კოცი ამორჩეულისგან იმიტომ რომ ნებისმიერ წამს შეგიძლია ეს დაუპირისპირო და საქართველოში ოკეი ეს ნომრები არ აქვს არაფერი არ აქვს მაგრამ საქართველოს ის პლუსი აქვს თუ შეიძლება პლუსად თქვათ ეგ რომ პატარა ქვეყანაა ყველას იცნობს სახეზე და ვიღაცის ბიძაშვილი აღმოჩნდა ვიღაცა ტიტუშკა ვიღაცის ნათესავი აღმოჩნდა ვიღაც პოლიციელი სპეცრაზმელი თვალებით იცნო ხალხმა ერთმანეთი და პირადი ნომრები და რაღაცები გამოფინეს ანუ იმდენად პატარა და რაღაცა კინში დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან ხალხს რომ ადვილად პოულობთ ერთმანეთს რა მაგრამ მიუხედავად იმისა რომ იდენტიფიცირება მოხდა ამ ხალხის მაინც არ დაისაჯნა ანუ საბოლოოდ მიდის ეს ყველაფერი სასამართლომდე რომ შენი სამართლის დამტკიცება უნდა შეგეძლოს სასამართლოში, იმიტომ რომ იქაც ხდება. ეხლა ტრამპის ჰომოფობიას რაც შეეხება, ტრამპი არის ცალსახად ჰომოფობი, ამას არავინ არ უარყოფს და ორი აზრი არ არის ამაში. და ისიც მესმის, რომ ოკეი, ამერიკაში სხვა კონტექსტია, საქართველოში სხვა კონტექსტია, მაგრამ საქართველოს სხვა არჩევანია აქვს, ანუ უნდა იყოს რუსეთის წევრი ან უნდა იყოს რაღაცნაირად პარტნიორი ამერიკის. რუსეთის დაუშვათ ყველაზე ცუდი სცენარი, რომ მოვეკეცით რუსეთის მმართველობის ქვეშ, ხო? ჩვენ ხო არ ვიქნებით რაღაცა განებივრებული სახელმწიფო, ანუ დაპყრობილი სახელმწიფო ყოველ ბელორუსიაზე ბევრად უფრო და ჩვენ საკუთარი წარმოებაც კი არ გაგვაჩნია. ჩვენ ვიქნებით ჩეჩნეთის რაღაცა საშუალო ვარიანტი რა. იმიტომ რომ შეიძლება დაგტოვებენ რომ აი აფხაზეთი როგორც დააკეთებენ. ანუ დაპყრობილი ქვეყანა ყოველთვის უფრო ცუდ მდგომარეობაშია ხოლმე ვიდრე ნებისმიერი პარტნიორი. ანუ ამიტომ ჩვენ ამისი პროპაგანდირება გვჭირდება და არა იმის რომ რატომღაც აი გულუბრყვილოთ ჩვენზე არ მაქვს საუბარი მაგრამ სამწუხაროდ ძალიან დიდ ნაწილს აქციაზე ვინც დგას სჯერა რომ აი ევროკავშირი რო შევალთ და აი ესე გაქრება პრობლემები რა ანუ რეალურად საფრანგეთშიც რა აქციებიც მიმდინარეობს ხო ყველაფერი არის სოციალურ პრობლემებზე და ანუ არ ხდება ესე რომ შენ რო რაღაც ევროკავშირის კანონმდებლობა გააქვს ხო და ევროკავშირი რაღაცებს გავალდებულებს როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანას უკვე რაღაცა სასწაულებრივად სამართლიან სახელმწიფოში იღვიძებ და ყველაფერი შემფეხ ქვეშ არის და ძალიან კარგად ცხოვრობ. ანუ ყოველ დღე პოლიტიკაში ჩართული ხარ და ყოველ დღე რაღაც გასაპროტესტებელი და ერთ რაღაცას დავამატებ რა. თუ კი რაიმე ეს საფრანგეთის პროტესტები რომ მოგწონს და რომანტიზებას ვუკეთებთ და ერთ ამბებში ვართ ხო? იქ ყველაზე დიდი პროტესტები იმართება ამ სოციალურ უსამართლობებზე, უსამართლობების გარშემო და ჩვენ და სამარცხვინოდ სექტემბერში როცა ჩამოვიდა შუქრუთიდან ის ხალხი, ვინც პირი ამოიკერა და 42 თუ 45 დღე შემშილობდა და მართლა სასწრაფოებს გაყავდათ ყოველ ორ წამში პარლამენტის წინ, ანუ არავინ აი მაქსიმუმ 10 კაცი მინახავს მაგ აქციაზე რა და ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია იმაზე რომ რაღაცნაირად ანუ ევროკავშირში შესვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობა, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება და ასე შემდეგ ეს ყველაფერი არის ფურცელზე ნათქვამი და ჰაერში გაფანტული სიტყვები. თუ კი შენ საქართველოს გაუმარჯოს რო იძახი, თუ იქვე არ დააყოლებ, რომ სამართლიანი, თანასწორი, პოლიტიკურად აქტიური მოსახლეობა, სადაც შედის, ეგეც საქართველოს გაუმარჯოს, მაგასაც თუ არ დააყოლებ და აი ეს გაუმარჯოს ჯოს სადღეგრძელოდ თუ არ დარჩა და მართლა ქმედებაში არ მოიყვანე, არაფერი არ მოვა. შენ მაგივრად ვიღაცა ამას არ გააკეთებს რა და
ანუ როცა ვლაპარაკობთ ამ სიკეთეებზე საერთოდ რა, ცოტა გამიგრძელდა სიტყვა ვიცი, მაგრამ ესეც უნდა ვთქვა, ანუ როცა ვლაპარაკობთ, თქვა სიკეთეებზე, იქ შედის კი არა, ანუ ერთ-ერთი მოწინავე არის ეს ეკონომიკა, ხო? რასაც ეს ეკონომიკა არ დასიზმრებიათ ამ ხალხსო, ეს ეკონომიკა არის რაღაცა რეგულაციებთან ერთად და საქართველოში ვერანაირად ვერ დაწესდება ეს რეგულაციები, სანამ ანუ კერძო სექტორი და სახელმწიფო ჩვენთან ერთობლივად მოქმედებენ. ანუ რანაირად შეიძლება ჩვენ ვითხოვდეთ აქ რაღაცა იპოთეკაზე, საბანკო სესხებზე და რაღაცა ადეკვატური პროცენტის დაწესებას, ანუ სახელმწიფოს უნდა ვთხოვდეთ, რომ ბანკს გაუკეთოს რეგულაცია პროცენტის, რომ აი ამაზე ზემოთ არ უნდა შეიძლებოდეს რა. და ამას სახელმწიფო არასდროს არ იზავს, იმიტომ რომ ჩვენ პარლამენტში გვისხედან ის დეპუტატები, ვინც ამავდროულად ზუსტად ამ ბიზნესების მსხვილი მეწილეები არიან და ვის აწყობს ეს ეროვნული ბანკი არის სახელმწიფო რა. ხო, ეროვნულ ბანკს თავი დაანებია სამშენებლო კომპანიები, ბანკები, ანუ ყველანი არიან აი ეს დეპუტატები, აი ეს მთავრობასთან აფილირებული ხალხი, ვინც რეალურად კეთილნებას კი არაფერს არ გამოიჩენს იმისთვის, რომ ეს დაარეგულიროს პირიქით რა, ანუ რა შეაწყობს ახლა იმას. ხო, ვიცით ლიბერტი რამდენ პროცენტს ართმევს პენსიონერს თუ წინასწარ გამოიტანს რაღაც ფულს. ანუ რაღაც 1000%-ამდე არ მიდის ხოლმე წლიურებზე ლაპარაკი. წინასწარის ასხი. წინასწარის ეს ხო რაღაცა. ანუ ჯერ ეგ საერთოდ საეჭვო არის, რომ ეგ ადეკვატური რაღაცა არის, ხო? იმიტომ რომ მოწყვლადი ადამიანია, გამოდის რაღაცა შეაცდინე და მე ახტევინებ რაღაც არანორმალურ პროცენტს, ხო? ანუ ეგ მორალს რო თავი დაანებო, ან რატომ უნდა დაანებო თავი? მორალურად გაუმართლებელია, ხო? და მე ვთქვათ ამართლა რომ ბიზნესი და რაღაცა მე ფული უნდა გავაკეთო მესმის, მაგრამ 1000% ძმა, ანუ რავი. ანუ ეხლა ხო გააკეთეს რაღაც დაბალანსების 100 წელს რომ მივახლოვდები 100 წლის იუბილეზე. 10000 არა ზუსტად 100 წლის უნდა გახ. ო, რა მაინტერესებს ანუ 100 წელს რო 12 ერთჯერადი აქვს თუ ყოველთვის 100000 გირიცა. არა, ერთჯერადი. 100 წლის მერე, ხო. 200 წლის თუ გახდი 20000 ჩაგეცხა. მაგრამ ალბათ იმედით რომ მე ისე გაგიხარდება რომ იტყვი რომ ხო, კაი, всё. მე ჩემი მოვითავე ამ ქვეყნად რა. ხო, ანუ 10000 წარმოიდგინე 100 წლის რო ხდები იმ ხელა ინფლაცია იქნება, რა. არა ხო, ნუ ეგ საერთოდ ცალკე თემაა, ხო, ნახე, პენსიონერებს გაიზარდათ 35 ლარით, სადაც 10%-ით მოემატათ, ხო? და დეპუტატებს გაიზარდათ 2.5-ჯერ, ანუ 2500 არა 250%-ით. ნუ მე მაგაზე ცოტა ისეთ დამოკიდებულება მე მგონია რომ ეს არის აი როგორი რაღაცა, იცი, აი პირველივე დღეს როცა მაგას აკეთებ, არ ვიცი რა ღირსებაზე ლაპარაკობს ხოლმე. მაგაზე იყო საუბარი გასულ წელს. ხო, ვიტყვი რა მაგას. არ ვიცი ყაველაშვილი რა ღირსებაზე ლაპარაკობს, მაგრამ ჩემს რომ აი ბაბუა ჩემი რა ღირსებაზეც მასწავლი და რავი, შენ თვითონ შენივე ხელით საკუთარ თავზე პრემია გაგეცა, ეგ იქნებოდა როგორი სირცხვილი, იცი, აი უსინდისო ვიყო თავს მოიკლავდა ორივე ბაბუა ჩემი რა. აი დარწმუნებული ვარ, რომ რავი, ნათესაობის უმრავლესობა უბრალოდ ხარაკირის გაიკეთებ და რომ შეეძლოს, ეგეთი რაღაცა რომ გაბაზრებულიყო რა. ხალხი მოვიდა, არაფერი არ ხდეს ჯერ. ქვეყანა თავზე გვემხობა, პროსაპროტესტო აქციები მოდის და პირველივე რაც ხდეს, ხელფასები გაიზარდეს 2.5-ჯერ. ანუ რატომ? აი ყაველაშვილმა ან ტალახაძემ რა გააკეთეს საქართველოსთვის? თავისთვის რა გააკეთეს, ვიცი, ანუ სპორტსმენი რო ხარ, ოქროს მედალი აიღე, მილიონი ჩემი ჯიბიდან დაფინანსდა, ეს მილიონი რაც გადაურიცხა სახელმწიფომ პრემიად და ეგეც არ მესმის, რატომ უნდა გადაურიცხა, ტალახაძე ეს რაღაცნაირად ჩვენთან გაიგივებაა რა, აი გმირია ტალახაძე, იმიტომ რომ სპორტში გვასახა. ისი ამერიკელები რამდენს ურიცხავენ? რამდენს? $10,000. და ბიჭო, სამართლიანი, იმიტომ რომ ტალახაძე თუ გახდება მსოფლიო ჩემპიონი, იმას ექნება, რა ვიცი, 1000 შეთავაზება კომერციული კონტრაქტის. ხო, გასაგებია, რომ გაპიანდი. ანუ შენ ოლიმპიური ჩემპიონი გახდი და მხოლოდ სახელმწიფოს ფულზე ხარ ჩამოკიდებული. ანუ შენ რა მომდია, ის ნონსენსია, ანუ ეგეთი რაღაცა არ არსებობს უბრალოდ ბუნებაში რა. მაგრამ აი მეორე რო წარმოვიდგინო, ანუ ხარ მეხანძრე. მეხანძრე რო გადიხარ, თქვა აქ რო ხანძრს. არა, შენ იმინ რისკზე, აი ტალახაძეს რა რისკი ქონდა? ნუ მიიღებდა რაღაც ტრავმას და ვერ აიღებდა ოქროს მედალს. და კაც რისკი აქვს, ყოველდღიური რისკი აქვს, თქვა ჯარის კაც, მეხანძრეს, პოლიციელსაც კი, წესიერ პოლიციელს რა, ყოველდღე რო გადის სახში ან დაბრუნდება ან არა და თუ არ დაბრუნდება, იმის შვილი დარჩება რაზე, ანუ რა შემწეობაზე, 30000-იც ან არის ან არა ბინას მის, ანუ რაღაც მიზერები იქნება, კაპიკები ხო გადაყრილი და მე არ მესმის, რატომ უნდა იღებდეს ტალახაძე
იმ რისკში რაც გაწია მილიონს და ეს ხალხი რაღაცად უნდა იკარგებოდეს. აი ვერაფერი რო ჩამოვარდა გასოს გუდაურში. აი რამე ქსმენია მეორედ ვინმეს პირზე რავი გაგვიგია თავრობას ეხსენებინა ეს ხალხი ან რომ მაგათ ოჯახებს დაეხმარნენ. ანუ ხალხი ცდილობდა გადაარჩინონ ვიღაცა და დაიღუპა 6 ადამიანი ვერაფერი ჩაიწვა. ანუ ხო და ეგ არის აი მე ვთვლი რომ უბრალოდ ამორალური საქციელი ჩვენი მხრიდანაც აი ყველა ვინც ვიძახით დაეხმარებოდნენ იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში ამის. ერთადერთი მიზეზი რატომ მინიმალურად ერთადერთი მიზეზი რითიც შემიძლია გავამართლო რატომ უხდი ტარახაძეს მილიონს იმის რომ პიარში გამოიყენო შემდეგ არჩევნებზე. მორჩა სხვა ვერანაირი რაციონალური კუთხით მე ვერ გავამართლებ რატომ იმსახურებს ტარახაძე უფრო მეტ ვიდრე რიგითი მეხანძრე მაგალითად ან რიგითი ექიმი ან ექთანი რომელმაც თქვა გადაარჩინა ან რეანიმატორი პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით რა ვიცი 300 ძალიან დიდი ბრძოლა გაწიეს რა მაგის მე კიდე რაღაც რეგულაციები მოხდა ცოტა მოემატათ მაგრამ ნუ მაინც მინიმალურია საუბარი ხო რაღაც მინდოდა მეთქვა და გაგაწყვეტინა შენ ამბობდი რომ პარლამენტის ხელფასის მომატებაზე გაქცევა სხვა ხო აი ცოტა ისეთ შეხედულებები მქონდა რომ პარლამენტარის ხელფასიო 12000 იყოს პირობითად ო ნახა საუბარიო კარგ ანაში ნორმალური პარლამენტში მაინც დაბალი მგონია რა ობიექტურად რა აი ვიფიქრებდი რომ აი აუხსი კარგად აი ჩემი ხედვით დაახლოებით ანუ ოკეი იქნებოდა რომ 15-20000 ქონდეს პარლამენტარს და მინიმუმ 25-დან 30-მდე რა ეხლა რატო დღევანდელი წეგნ ვახსენეთ კიდევაც რომ დღევანდელი პარლამენტარები არც აქამდე ისხდნენ მაგ ხელფასზე და არც ახლა იჯდებიან ხო ბუნებრივია იმიტომ რომ ყველას რაღაცა თავის ბიზნესები აქვს მე იქ რაღაცები კორუფციებში არიან რაღაცა ხო კი რაღაცა ლოგიკა ეგაა ჩემი რომ ამის მე თუ კეთილსინდისიერი მოვა ვიღაცა ხო კეთილსინდისიერი მოვა პარლამენტში უნდა ქონდეს ღირსეული ანსაურება რომ იმ პასუხისგებლობისთვის რომელიც მას აკისრია ხო აღარ მოუწიოს ოჯახის შენისთვის დამატებით ბიზნესები და მე თამების აღება და რაღაცა მაქინაციები და შვილიშვილებს რაღაც ქონების გაფორმება და ლარად რაღაცა ჰექტარი მიწეს ესა გაფორმება და ამავდროულად რა ეგ არის ჩემი ლოგიკა რა რომ ესე ჩვენი ქვეყნისთვის 15-20000 რო იყოს ძალიან ოკეი იქნებოდა მაგრამ ნუ აქ მეორე საკითხია ხო დღევანდელი რეალობა რაც გვაქვს მეორე მხარეები პენსიონერების მხარე რომელიც ანიშნავანია და რა ვიცი გენდერზედაც ქეზზე როცა საუბრობენ რა მინიმუმ ეგ მაინც დააბალანსო რომ ერთ და იგივე დროს დაიწყოს ხალხმა კაცმა პენსიის აღება ეგეც გათვალო იმიტომ რომ 65 წლის იღებს კაცი და 60 წლის იღებს ქალი და სტატისტიკურად საქართველოში 5-10 წლით ადრე იღუპებიან კაცები ანუ ძალიან ცოტა ხანი ასწრებენ ფაქტობრივად იმ პენსიის აღებას საშუალოდ 10 წელი შენ მომავალზე ფიქრობ ხო უკვე ნუ რაღაცა არა რაღაცა თუ ამაზე აქვს აქცენტი და მართლა ედარდებათ რაღაც ბალანსირებები უნდა დაიწყოს აუცილებლად თუ უნდათ რომ კაი რაღაც გააკეთონ რა მათ შორის აი უსაზღვროდ გაზრდილია კაი მაგაზე რაღაცას ვიტყვი რა საკუთარ თავში ეწინააღმდეგება ეგ ლოგიკას რატო უნდა ქონდეს 20000 15,000 ან თუნდაც 10,000 პარლამენტარს კარგ პირობებშიც კი საქართველოში მით უმეტეს კარგ პირობებში იმიტომ რომ კარგი პირობები რო იყოს ჩვენ ხო წაღან ლაპარაკობდით ამდენი ხანი პირდაპირ დემოკრატიაზე რომ ხალხი უნდა იყოს ჩართული და რაღაცა ესენი არ არიან ვიღაცა მესიები ვინც ჩვენ უნდა გადაგვარჩინოს ვინც გმირები არიან და ამაში უნდა იღებდნენ ფულს ანუ ისინი არიან დასაქმებულები საჯარო სამსახურებში ისევე როგორც ნებისმიერი საჯარო მოხელე თუნდაც მეხანძრე ხო რას გადავაკეთეთ ამ მეხანძრებს მაგრამ ერთ-ერთი სარისკო პროფესიაა და მაგიტომ ხო და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე რომ ჩვენს კარგ პირობებში და კარგ ქვეყანაში მოქალაქეებიც ჩვეულებრივად ჩართულები არიან ისე კი არა რომ ჩვენ რო ეხა ეკლებზე ვხედავთ და რაღაცა არა ანუ მე ჩემთვის ვცხოვრობ მაგრამ რაღაცა თუ არ მომეწონება მივდივარ და ვაპროტესტებ და ვაკეთებ ისე როგორც ჩვენს კომუნას მოწონს რა და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე რომ ხალხიც ჩართული უნდა იყოს ამაში მაშინ ის ტიპები რაში იმსახურებენ ამ 20,000 და 10,000 ხო ის ხო არ არიან რაღაცა ერთეულოვანი ან ათეული ვიღაცა მესიები ვინც პარლამენტში გვისხედან და ვინც უნდა გადაგვარჩინოს ჩვენ არაფერში არ იმსახურებენ რეალურად რა თან ერთსაც დავამატებ რომ როდესაც ხარ პოლიტიკოსი უფრო მეტად გმართებს ეს გამჭირვალე ხარშთაღრიცხვა რომ კონკრეტულად დამიდე რაში დაიმსახურე ეს შენი 10,000 და მერეც მეორე
არანაირად არ არის ჩემთვის გარანტია ის, რომ პოლიტიკოს თუ 20,000 და საერთოდ 50,000-იც რო კონდეს თვეში ხელფასი, უფრო მეტი არ მოუნდება. რა შეუშლის ხელს იმაში, რომ თავის შვილზე გადააფორმოს ბიზნესი და მთლიანი მოგება მაგასთან მიდიოდეს. მადაჭამა შემოდის თან რა. ხო, თან ფული უყვარს და მე წარმოვიდგინე რომ ჩემნაირი იდეალურ სახელმწიფოში. ხო, მე კარგი ადამიანი პირობით, ჩემნაირი ზოგადად კარგი ადამიანი რომ მოხდეს პოლიტიკაში. ხერია. არა, მაგაზე შევთავაზეთ რომ მაგალითად 4,000 არის, 4,000 არის, არ არის ის ხელფასი, ასეც მაგალითად იმუშავებ. ახლა აქ როგორ რაღაც არის პოლიტიკა არის ძალიან რთული რაღაცა. თუ 4,000 შენ რაღაცა თუ იქ ფულის გამ ბოდიში რა. თუ იქ ფულის ამ საკითხზე ეს ძალიან პრინციპული რაღაც მგონია, ერთ-ერთი პრინციპული, რასაც ახლა ჩვენ ვიბრძვით რა, რომ თუ შენ იქ ფულის გამო მოდიხარ და 4,000-ად მე ხალხის გადარჩენას არ დავთანხმები, არ მოგცემ მე შენ მანდატს რა, იმიტომ რომ არ მაინტერესებს ეგეთი ტიპი პოლიტიკაში. ვინც მაგრამ აქ არის მეორე მხარე რა, რასაც მე ახლა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დავფიქრდი და მაგიტომ მოვედი ამაც რამე, თორემ მანამდე მეც მასე ვფიქრობდი, რომ ქვეყნის სამსახურში ყოფნა არის ვალდებულება ქვეყნის. არა, მე იმას არ ვამბობ, უფასოდ მუშაობ. ხო, მაგრამ უფასოდ გამოდის ეგ 4,000 ლარი, უფასოდ არის ჩათვალე დღეს საქართველოში. აი ნახე, ძალიან დაბალია. საქართველოს საშუალო სტატისტიკური მოქალაქე თუ მოახერხებს 4,000 ჯერ ვის აქვს საქართველოს ხელფასი საშუალო. მაგრამ ნუ ოკეი. მასწავლებელი რამდენს იღებს შენი ასეთ რა? აი მასწავლებელი, ნახე წარმოვიდგინე მიდის, მასწავლებელი მე ნახდათვიში რაში იღებს ფულს. 100-დან 2,000 ლარამდე ალბათ რა. ხო, ანუ 9-დან რა ვიცი 3-მდე მინიმუმ ზის სკოლაში, ხო? მუშაობს და რა პასუხისმგებლობა ნაკლები აქვს. ანუ მე ვსაუბრობ, რომ მათი ხელფასებიც უნდა გაიზარდოს ამ საჯარო სექტორში დასახელებული ადამიანები. ხო და მაგას ვიძახი რა, ანუ უნდა შევადარო ვიღაცას რა. პირველ რიგში უნდა მოხდეს ანუ ძალიან ფართესურათია რა. უნდა მოხდეს კადრირება, იმიტომ რომ მე მგონია ძალიან ბევრი ადამიანი იყოს დასაქმებული საჯარო სექტორში, ვიდრე გჭირდება რეალურად რა, იმიტომ რომ მაგალითად მომსახურების საჯარო სექტორში ყავთ ძირითადად დეიდები, ბაბუები, დეიდაშვილები და გამოგონილი თანამდებობები, ხო რაღაც მოადგილეს თანაშემწის მრჩეველი და დღიური უბრალოდ დღიური სამუშაო პროცესი გავიაროთ პარლამენტარის რა. ანუ სამსახურში მაგამდე მისვლაზია საუბარი. ნახე მე უფრო სამ მანდ მიხვალ მანამდე არის ეგ ამბავი. მე ესე უყურებდი ამ ჯამში რა. ანუ შენ რაღაც აყალიბებ პარტიას ამის ხო ფული გჭირდება რეალურად რესურსი გჭირდება რომელიც თითქმის არ აქვს ხო მაგრამ შეიძლება ფრაზა მოაბილიზო მომხრეები ნახო ბიზნესები ნახო რომელიც შენ იდეოლოგიას იზიარებ და დაგაფინანსონ და ნუ რამდენიმე წელი 4 წელი ან 2 წელი მაინც უნდა ცდილობდე რომ ხალხს დააჯერო შენ რაღაცნაირად მოხვდე პარლამენტში რა ან შეიძლება საერთოდ ვერ მოხვდე ანუ შენ რისკავ თელ შენ დროის რაღაცა 4 წელს მინიმუმ რისკავ არა რატო რისკავ აი მაგაში არ გესახება იცი რა არის ანუ ეს შეიძლება ჩავერთო თუ ვერ აიღე მაგალითად მანდატი საერთოდ ახლა მაგალითად გირცაც მოხდება როგორ აგზელებს ცხოვრებას აი შეიძლება გეტყვი ნახე შენ თუ შენ ამბობ ეგეთაც მე მუშაობ რაზე მე მუშაობ რაღაც ფენაზე მოსახლეობის რომელიც მე მხარს მიჭერს და მე მას აფორტებს რომ მაგისტვის ვიბრძოლო და მე პარტია რეალურად მაფინანსებს ეს ხელფას მიხდის პარტია ხო მაგრამ ეგ ჩვენთან არის რაღაც უცნაური ანუ წესით პარტიული შემოსავალი უნდა იყოს მეტი ვიდრე ჩემი პარლამენტარის შემოსავალი ერთი პარლამენტარის ხელფასი პარტიას ხო ვერ გააწყობს ძალიან დიდი შემოწირულობაა პარტია 100 კაცია 200 კაცია ხო წესით იმ პარტიიდან ახლა 200-300 კაცის სამყოფი თუ მაქვს ერთი პარლამენტარსაც ვამყოფებ როგორმე რა და თუ გავედით მეტნი ესე იგი უფრო მეტ ამორჩეველს შემოვიკრებ და რეალურად მე რაც მგონია იცი არ მუშაობს ზუსტად მაგ ლოგიკით მოვიდა სააკაშვილი რო აი ბევრს გადაუხდით მინისტრებს და თავს არ გავლენ რა ზუსტად მაგ ლოგიკით მოვიდა ივანიშვილი და ზუსტად მაგ ლოგიკით არის ტალახაძე დაანჩენები ანუ ყველას ცხოვრების რაღაც ეტაპზე ბევრი ფული ქონდა და უფრო მეტ აძლევდნენ იმისთვის რომ აი ვითომ მე არ გაიყნება და არა გვაქვს ეგ მაგალითი არ სადაფიქსირდება. იმიტომ მოდი შევთანხმდეთ 2.5-ჯერ იმიტომ არ გაუждდიეთ პარლამენტარების ხელფასები რომ ვაიმე არ გაიყურან მომავალში ახლა ხელი არ წაუწდეთ კორუფციაზე. იმიტომ რომ მარტივად გააправონ ისა რაღაცა 100,000-იანი საათი. რატომღაც ვარქმევთ იმას რომ აი ჩუმად რომ შალვა რამეშვილებს და ვიღაცებს რომ ფულს უცურებდა. ანუ ეგ გრთამი ეგ არ არის კორუფცია რა. ანუ რეალურად რა ეს უკვე კორუფციაა რა. დაკანონებული კორუფციაა ეს რეალურად უბრალოდ რა. რომ აი დაგიკანონეს, რომ შენ 2.5-ჯერ გაზდილი ხელფასი
ძალიან ჩვეულებრივი ამბავია რა, ეხლა 2.5-ჯერ გაზარდეს, ეს კანონის დონეზეა და კანონი დონეზე რადგან, ანუ ეს ოფიციალურად რადგან ჩაანწერი მოხდა, რა პრობლემა. ანუ მე მინდა მაინც იმას დავუბრუნდე, რომ რა შრომა უწევს. TV პირველის დირექტორს თუ არ ვცდები თუ ხელმძღვანელს 18000 რო გაუხატეს ხელფასი და მე რა. ანუ იმაზე მეტი საზმაოს ბოდიში. იმაზე მეტი ვიდრე ალბათ აქვთ პარლამენტარეს რა, ანუ ხო ხტო იმაგაზე. ეგ მან ციფრები არ მახსოვს, მაგრამ როგორც მახსოვს, მაგ აქციებზე ვიდექ ხოლმე და აპირებდნენ 17000-მდე გაზრდას და ეხლა აქვს მე მგონი 13000 და ხალხმა მაგრა რო გააპროტესტა. უარით თქვით ხო 13000 დაიტოვა, აი კაპიკზე აწებებს ისეთ დღეშია თურმე. და ანუ იცი რა შეასაქმე, როცა ლაპარაკია იმაზე, რომ აი მოდი მართლა აი გავყვეთ რას აკეთებს რას აკეთებს პარლამენტარი ესენი არ აკეთებენ, მაგრამ ესენი არ აკეთებენ. არა, წესიერ ქვეყანაში ვგულისხმობ რა. რას აკეთებს რა? გონებრივი სამუშაო არის, პასუხისგებლობა ძალიან დიდია, მაგრამ რამე მე ამ პასუხისგებლობისთვის მზად ვიყავი, მაგრამ იმუნიტეტი მაქვს, ლეგალური იმუნიტეტი მაქვს ხო? დავასრულებ რა აზრს. ანუ ვინმეს რატო გონია უფრო რაღაც ჩემ პროფესიაზე არ მინდა ახლა კლაპარაკი, მაგრამ აი რატო გონია ვინმეს უფრო ნაკლები პასუხისგებლობა, როცა 20 და 30 ბავშვიან კლასში შედიხარ, იქ ქვეყანა რო გაქვს ვაფშე სხვა პასუხისგებლობა. ქვეყანა რო გაბარია, არა, მესმის, მაგრამ ეს რაღაცას შენ გმირი არ ხარ და ყველა საქმეს ერთდროულად არ იღებ შენ თავზე. იქ არსებობს რაღაც კომიტეტები, შენ რაღაცა გენდერული იურიდიული კომიტეტი და ასე შემდეგ რა, მოკლედ. შენ თუ გაქვს კონკრეტული კომიტეტი მონდობილი, ხო? აკეთებ იმ შენ უფლებამოსილებაში და რაშიც ხარ კომპეტენტური, იმაში მუშაობ რეალურად და თუ შენ საქმეს ვერ აკეთებ, იკრავ გუდანაბats და მიდიხარ სახლში. აქ არ არის არანაირი სტრესი, რომ ვაიმე და 10000 მიხდიან, მაგრამ მე ახლა უნდა ხო, რამე ექიმი უფრო სტრესულია, იმიტომ რომ ექიმი ძალიან სტრესულია, ანუ პაციენტი მოგივიდა, ჭრი თუ მოგიკვდა, ანუ მოგადგებია და მეორეჯერ შანსიც არ აქვს რომ გამოასწორო რაღაცა. და აქ რამე დეპუტატის იმუნიტეტიც გიცავს, რა მთლად ეგრე არ არის, რომ დიდი პასუხისგებლობა აქვს და ვინმე გასამართლებულა ჩვენთან. ეს ახსნადი იყო. აი ხა ისქენი უცებ დავსერჩე და ესე იგი საქართველოში არის სადღაც ნუ $3,300 გამოდის, სომხეთში $1500, აზერბაიჯანში $3000 აქვს, ქვია ხელფასი, რუსეთში $7600 აქვს. თურქეთში აქვს $2827 რა. ანუ აქედან ყველაზე მეტი გვაქვს ჩვენ რუსეთს და რუსეთს პრინციპში. მაგრამ GDP-ზე რო გადაცვალოთ, ჩვენ საერთოდ არ ადეკვატში ვართ. ხო, და ეხლა მოდი ევროპის ქვეყნებს მოვსერჩავ, ერთი მაინტერესებს. ხო, ანუ კონტექსტიც ხომ უნდა გაითვალისწინა. ანუ აზერბაიჯანს, რუსეთს ნავთობის ფული აქვს იმდენი, რომ ჯიბეში ჩაგვისვას 800 ჯერ. გერმანიას წლიური ხელფასი წერია 100,000 €. ანუ სადღაც 10,000 € გამოდის. თოში? ბუნდესტაგის წევრების წლიური ხელფასის წერია 100,000, საფრანგეთი 86,000, იტალია 30,000, ესპანეთი 75,000 €, დიდი ბრიტანეთი 91,000 €. წლიურს თვლე? წლიურს კი. და რა მოგცა ახლა მაგ ციფრებმა? ნუ ეხლა გათანაბრებულები ვართ 30,000 €. 30,000 € უნდა კონდეს. ეგ მოქს. არა, ხო, არა, მაგაში კონცეფტს ვეთანხმები რა. იმაში რომ თლად ლოგიკა მესმის, ვითომ პასუხისგებლობა უნდა გინაზღაურდებოდეს, მაგრამ მოდი იცი რა, სიმართლე რო ითქვას, ეს სხვა იქნებოდა, რომ აი პარლამენტარი როცა მოჩება მოღვაწეობას, რო გადიოდეს რაღაც არჩევნები რო იყოს, მივიცეთ თუ არა პრემია. აი ეგ ადეკვატური იქნებოდა, მაგრამ ისე რომ რა ვიცი, ვიხდი. ერთი განსხვავება ბოლოს, აი ყველა პროფესიას შორის და პარლამენტარის შორის, რაც შემილია კიდე ვახსენ უბრალოდ რა, ეს არის ანუ საზოგადოებაში ჩართულობის პირობითად შენ როცა პარლამენტარი ხდები, ხარ რა ვიცი, აი ყველა კამერის წინაშე რა, შენი ცხოვრება არ გაქვს ფაქტობრივად. მე ესე ვუყურებ რა. ნუ სელებრიტებიც ეგრე არიან. ხო და იქ მე რეგინ თავგანთი არჩევანია. მაგაზე ძალიან. და მაგათ საკმაოდ დიდი შემოსავალია. ეხლა მე დავსვი პარლამენტში მასწავლებელი და წახვალ მაგალითად იმას რა ქვია, აუზზე იცურავებ და პლას იმას მიიღებ, ხო რუბლს.
ხო და აი ირაკლი კობახიძე ხარ მიდიხარ რუჩს იღებ და მე მთელი საქართველოს შენ ფოტოებს ავრცელებს რა ეგ ამბავია რა შენ ირაკლი კობახიძის privacy-ზე მაფიქრე ეხლა რა თვითონ მთელი საქართველოს პირადი მონაცემები აქვს რორამე და ყველა მოქალაქეზე ძალაუფლება. ჩვენ საუბრობთ ირაკლი კობახიძეს მე ვიზახი ნორმალურ პარტიას. არა, პოლიტიკაში რომ მოდიხარ, მაგაზე უკვე აღებული გაქვს რა პასუხისგებლობა. ერთი რაღაცა სასაცილო სიტყვა წამოქს და ყველგან იმას ატრიალებენ. ერთი რთულია. მაგრამ შენ ამაზე ხელს აწერ რა, როდესაც მაშინ შენ როცა ექიმობაზე აწერ არა 200 ლარს არამედ რა ვიცი არა მაგრამ ხელფასამდე არჩევნებში როგორც კი ხარ უკვე იცი რომ შესაძლოა ნახევარ პირაცხოვრებას გამოფენს ვითომ ეს შემთხვევით კადრებს ხო და ეგ პარლამენტში რო არ მოხდა მაინც გამოფენილი იქნება რა თქმა უნდა ზოგადად პოლიტიკაზე მაქვს რა ხო მაგრამ არა რაღაცა შედეხა აკეთებ იმას რომ გაზეტური თამაში გახდეს პოლიტიკა რომ პარლამენტში თუ გავედი მაშინ მაგარ კუშს მოვხსნი თითქოს რაღაცა არა საკითხის ესე დაყენებაც არ არის მე მგონი ლოგიკური რა, იმიტომ რომ მე ხო არ მithოვია იმას, რომ პოლიტიკაში მოხვიდე და ნერვების ფასად და სამაგეროდ ბევრს გადაგიხდე. აქ რაღაცა დილებს კი არ უდევთ. ანუ მე ან მიღირს მე შეიძლება ჩემი მენტალური ჯანმრთელობა არ მიღირდეს იმისთვის, რომ პოლიტიკოსად მოვიდე, იმიტომ რომ მაგას საერთოდ სხვა კაპასიტეტი სჭირდება, კამერებთან საერთოდ სხვანაირი მუშაობა სჭირდება, უნდა ვიცოდე რას ამოჭრიან და რას დამიდება, უნდა ვიცოდე რომელ ტელევიზიას დავთანხმდე ჩანაწერზე, რომელს ლაივზე, ანუ ეს ყველაფერი თუ არ იცი, თან გამოცდილებასაც მოაქვს, მაგრამ თუ რაღაცა რეზილიენსი არა გაქვს ამისი, რა ვიცი, ნუ მოხვალ მაშინ რა, იმიტომ რომ მე არ მეწოდება პოლიტიკოსები გულწრფელად გეტყვი, ანუ მე როდესაც ექიმი იმიტომ რომ ესეთებთან გვაქვს შეხება რა ჩვენ. ხო და მაგაშია საქმე. მე როცა ექიმი ვხდები და ხელს ვაწერ იმაზე რომ შეცდომები რაღაცა პროფესიებში მოსულა რა, იმას საქართველოს ბანკს თუ რაღაც ტიპის ის კონდა შეცდომები მოსულაო და ხალხმა ვაფშე ამოგლიჯა კონტექსტიდან ეს სიტყვა და ექიმი ილდგას ლანცეტი და შეცდომები მოსულა და რაღაცა წყვეტილი ხაზი რა უკვე დიაგრამას და პაციენტი მოგიკვდა. ანუ იმას გულისხმობ რომ ექიმთან არ მოსულა შეცდომები რა. ანუ ხელს რო ვაწერ იმაზე რომ ვხდები ექიმი ხო და მართლა რეალურად ქირურგი უნდა გავხდე და პაციენტებს უმკურნალო ან თუნდაც წამალს ნიშნავ. მაგას მან ხელს ვაწერ იმაზე დიდი ხელფასი დამიშნეთ და უფრო პასუხისგებლობით ვიქნები თუ რას ნიშნავს. ახლა აი მე როგორ მგონი, ახლა იგივე კითხვას გისვა რა, უბრალოდ გიტრიალებ შენ ლოგიკას მოყვები, უბრალოდ აი ეს არის ჩემთვის ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რომ შენ ხარ, რა ვიცი, ისევ კარგ ადამიანზე და ანუ შენ მე ხა ამ კლიმატური პარტიიდან ამოცემულობიდან არ ამოდივარ რა. აი ნორმალურ ქვეყანაში გინდა რომ თუნდაც ამოცემულობაში გვინდა რომ ახალი ძალა გაჩნდეს. ახალი ძალა რომელიც არიან ძალიან ტოპ ტვინები, ეს ამ ფაზას გამოვიყენებ. კარგი ადამიანები პირობითად ვისაც გიждდები. ჩვენ აქვს ხედავთ ტოპ ტვინები. ვიყურეთ ჩვენ. კარგი ადამიანები, ვისაც თავის სფეროში ძალიან ბევრი გამოცდილება აქვს, გაუკეთებიათ და ქვეყანაში რომ მართვაში ვეყვნენ ჩართულები, კიდევ უფრო მეც გააკეთებენ პირობითად რა. მაგრამ ამათ აქვს ესეთი ორი გზა რა, რომ აქეთ წავიდნენ ბიზნესში, საკუთარი კომპანია, საკუთარი თავი განავითარონ და საკმაოდ კარგად იცხოვრონ ფინანსურად და აქეთ წავიდნენ, რასაც შეინძახი რომ ქვეყანას ემსახურონ, ქონდეთ დაბალი ანაზღაურება და საბოლოო ჯამში მე შეიძლება არაფერი დარჩენთ. აი მითხარი ხა ამ ადამიანს რა უთხრათ, რომ იცი რა, მოდი შენ გზა ნახე, შენ ქვეყანა თუ ანუ შენ თუ არ არჩევ, შენ თუ არ არჩევ, რომ შენ თუ სიმდიდრე გინდა და კაი ცხოვრება, მოდი რა ძმაო, მიდი რა შენ ბიზნეს მიხედე და შენ თუ სიღარიბე გინდა და აგერ ქვეყნის მართვა სამაგიეროდ მოდი ქვეყანა მართე. ეგ არის ესა? მე არ ვარის ადამიანი, როგორც ამომრჩეველი, მარკეტოლოგი თუ რაღაცა PR არ ვიცი მაგ პროფესიას რა ქვია ბოდიში, მაგრამ არა, არ ვარის ადამიანი, ვინც ესე შეთავაზებები უნდა დაუდრო, რომ 10000 მოგცემ და დამთანხმდე ქვეყნის. ანუ შენ თუ იმიტომ მოდიხარ ნუ პოლიტიკა იმიტომ არ მოდიხარ, მოხვედი პირობითად. შენ ხარ პროფესიონალი შენ საქმეში, თქვათ რაღაცა ეკოლოგია გინდა რომ გადაარჩინო ამ ქვეყნის და რაღაც მაგ პოლიტიკაში, ეკოპოლიტიკაში ჩაერთო რა. შენ თუ მოდიხარ ამ ქვეყანაში მაგ მიზნით, მე არ ვამბობ რომ კიბის ქვეშ იცხოვრო და გაჭირებული იყო ღონთ ქვეყანას გამოადგე. არა, უბრალოდ შენ საქმეს აკეთებ და რავი, მე პურე პურს აცხობს, ხო? თუ ესე უყურებთ, ხო? მაშინ, რა ვიცი, რა შუაში აქ ხელფასებზე ლაპარაკი. აი ხა მაგალითად ბრიტანეთში ის ტიპი თუ აარჩევს და წავა კერძო სექტორში და პატარა ბიზნესს გააკეთებს თავისას, ღმერთმა ხელი მომართოს, ისედაც არ ყოფილა პოლიტიკაში მომსვლელი რა. და თუ იმ ადამიანის პრიორიტეტი ფულია, ხო? აი ნახე
იდეურად ადამიანის შემხარეზე თუ არ დგას და იმის პრიორიტეტი ფულია, ბიზნესა მივა სამჯერმეც გადაუხდის და იქეთ გადაიხრება ლერწამივით. ანუ არ არის მაგაში საქმე. რაღაც მომენტში ადამიანი მე ესე მგონია რა, ადამიანი ირჩევს პრიორიტეტებს, რომ რაღაცა average საშუალო ხელფასი კონდეს და იცხოვროს ისე როგორც თვითონ მიაჩნია მორალურად სწორად, ან პრიორიტეტი კონდეს ის, რომ იშოვოს მეტი ფული, ბოდიში და დაიკიდოს ეს სახელმწიფო პასუხისგებლობის ამბები, ყველა უჩიჩირებს რომ აი შენ პროფესიონალი ხარ და მოდი ხელისუფლებაში და რაღაცა ესე უბნება, არა ძმაო, მე მინდა ჩემი ბიზნესი, ჩემი პატარა საქმე რაღაცა და კაი ფულს ვაკეთებ აქედან. 4000 ნორმალური ფულია ჩემს მაგ საქმისთვის? საქართველოს პირობებში? ხო. კი. საქართველოს პირობებში 4000 გეტყვი რატომ? 4000 ლარი პარლამენტარისთვის არის აბსოლუტურად, აი არ ვიცი, ძალიან ნორმალური ხელფასი. იმიტომ რომ დამისახელე საქმეები, რასაც პარლამენტარი საქართველოში, მე არ ვამბობ საგარეო ურთიერთობებზე, დიპლომატიაზე და ასე შემდეგ. პროფესორს აქვს ბინა? ანუ ბინა არ აქვს პარლამენტარს. ხო და პროფესორს აქვს საშუალება რომ ბიზნესში ბოდიში პარლამენტარი რით არის უფრო მეტი საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე. მართლა მაინტერესებს, აი ძალიან ბანალური შეკითხვაა, მაგრამ საქართველოს პარლამენტარი რით არის უფრო მეტი, გარდა იმისა, რომ მივანდეთ ქვეყნის მართვა ღმერთები ხო არ არის კაცო? მაგით მხოლოდ მაგით რა. რა, მივანდეთ ქვეყნის მართვა, მე ჩემი ის არის, მე მივანდეთ და ჩამოვარდ მაგას. შეიძლება რაღაცა. ანუ სანამ ჩვენ არაფერი არ გვეშველება მანამდე სანამ საქართველოს პარლამენტის წევრებს, ქვეყნის ზოგადად პარლამენტის წევრებს არ აღვიქვათ ისე, როგორც ჩვენ თანამოქალაქეებს და მე რო რაღაცა სუპერმარკეტში თანასწორებს რა, მე სუპერმარკეტში რო შევდივარ, იქ უნდა მხვდებოდეს რა, ჩემი პარლამენტის წევრი და უნდა ველაპარაკებოდე რა, როგორ ხართ ეს კანონი, რატო აირჩიეთ და რაღაცა და ის არ უნდა მეძახოს, შენ ნაცო თუ რაღაცა დებილობს, არ უნდა მიყვიროდეს რა. ანუ ჩვეულებრივი საუბრები უნდა პოდკასტში, კი არა და გადაცემში არ ვიცი, ესე უნდა მოდიოდნენ სასაუბრებლად. არ არიან ღმერთები, ჯიპებით არ უნდა დასისინებდნენ ქუჩებში და 4000 ლარი აბსოლუტურად საკმარისია მაგისთვის რა და შენ თუ ბიზნესი გინდა იქ რაღაცა შენ შულს და ვიღაცებს დააწყებინე და გექნება ფული. არ არის მაგაში საერთოდ პრობლემა. დააწყებინე ეგეც იგივე բայց შეიძლება გეტყვი. რავი, ფულიც თუ გინდა. ნუ დააწყებინე რო არ იყოს, მე უფრო რო აი წარმოგიწიოს, რომ იმას შენ არ მოგიწიოს, არა, ანუ ხალხი გეხვეწები რა, მართლა 3 და 4 სამსახურში მუშაობს ხალხი და 4000 ლარი ჯამში ძლივს გამოსდით. როცა პოლიტიკოს ხალხი მუშაობ ეგარი, ანუ ამ გზას ირჩევ რა. ეს არის რაღაცა ეს არ არის ღმერთისგან წამებული და კურთხეული გზა, არ არის, მაგრამ არ უნდა იყოს შენ დაჭდები პარლამენტში, მე არ მომეწონები და იმ 4 წელიწადს არ დაულდები, ისე მოგაძრობ მაქსკამიდან, ხო? არ არის მაგაზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. მართლა ანუ ხალხი 4 სამსახურში მუშაობს, ამას პირდაპირ გეუბნები. 4000 ლარი კი არა, 2000 არ გამოსდით ხალხს ჯამში. არ შეიძლება ეგეთი ლოგიკით უდგებოდე ადამიანებს, ვინც თან ძალიან საპასუხისმგებლო სამსახურებზე ვლაპარაკობ რა. აი მე საქართველოში მაგალითად სასწრაფოს მანქანას რომ ძალიან შეგვიძლია რომ 1500 ლარზე ნაკლები სამსახური ვერ დახო რა საქართველოში რა. ანუ ეგ არის, აი ძალიან სკეპტიკურად უყურებ მაგას 1500 ლარზე ნაკლებს ვერ იშოვი საქართველოში. არა, რავი, აი ისეთ ადამიანს რომელიც შენ ამბობ რა თუ უბრალოდ აი რაღაცა 100 არის რაღაცის საქართველოში. აი რამის გაკეთება შეუძლია და შრომელია რა, პირობითად. ანუ ინტელექტუალურზე აქვს საუბარი მეტწილად და არა ფიზიკურ შრომაზე. ოკეი. ხო, აი ფიზიკური უფრო მეტი შევე. მეტლახს დარგებაზე უფრო მეტი შევე. კი, ანუ ვიცი ხო კვადრატში რაღაც 150 შეიძლება მაგაში ანუ აი ხა რო არ შეკვეთ ანუ რაღაც ინტერნეტს გავაკეთოს რა. ნახე შენ ეგეთ რაღაც საკეთებ. არჩევანი აქვს ამ პარლამენტში წავიდეს. ან თავისი ბიზნესი განვითაროს და რეალურად ეგ არჩევანი არ აქვს. შენ რაღაცა ძალიან იდეალურს თუ ხო, იდეალურს უყურებ. მე როგორ ხედავ ამას? არჩევანი გაქვს. აი ხა შენ მაგალითად აი ზუსტად მაგ ლოგიკით შენ როცა გადიხარ პარლამენტის წინა აქციაზე, შენ გეუბნებიან რომ შენ გადახდილია. თუ უფასოდ ეს არტიკაცია არ დადგებოდა. შენ პირადად რატომ დგეხარ იქ პარლამენტთან, როდესაც შენ იგივე საათში აიღებდი გაცილებით მეტ ფულს, როცა შენ საქმეს გააკეთებდი. მე მაგას ვაკეთებ არჩევნებამდე. ქვეყანას მოსახლეობა და რატომ? შინაგანი და ზუსტად ეგ მგონია, ანუ კაცმა უბრალოდ, ანუ ვარ ცხოვრობ ამ ქვეყანაში და უცბად ხვდები, რომ ეს ქვეყანა ისეთი არ არის, რომელშიც მე ადეკვატურად ვგზნობ თავს და მგონია, რომ ეხლა რო წავიდე. ხო, ეხლა წავალ ბიზნესში და რავი, ანუ არ მაქვს გარანტია, რომ ეს ბიზნესი არ წამართვეს, ან თქვა სამართლიანად რომ მომიქცევიან, ხო? ამიტომ მივდივარ პარლამენტში რომ გამოვასწორო ეს სიტუაცია, მივდივარ დროებით, წესით. და მე ისევ ბრუნდები აქ და მე ვაკეთებ ბიზნესს და ის გავიუმჯობესე და სინამდვილეში ვიღაცა მეტყვის რომ იცი რა ფორა გქონდა ძმაო შენ შეხვედი პარლამენტში ის კანონები მიიღე რაც გინდოდა
მე გამოხვედი და ის კანონებზე მორგებული, რაც შენ გინდოდა და პირიქით მაშინ ვაფშე რატომ ეგრე ალბათ მომწონს მე რა. მან ლოგიკით მე აი დროებითი კომპონენტი რო ერთვება, მან დრო ეგ არის შენ დროებით არა მთელი ცხოვრების საქმე. მაგ შემთხვევაში ძალიან ოკეი. ხო და ეგ უნდა იყოს რა. და ნებისმიერი ადამიანის ვალდებულება უნდა იყოს რა, როგორ ჯარში მის ერთი წლით არაფერი ანსხლებას არ იღებს ქვეყნისთვის. ისე თუ შეუულია თავისი ინტელექტი რესურსები და შემდეგ, რა ვიცი, პოლიტიკაში მოდის 4 წლით და ხო, არა, ოკეი. ანუ პოლიტიკაში მოდიხარ, მე რაღაც ძალიან კარიერას და მუდმივობას და რაღაცა ძალიან ისე ეგ არის ზუსტად ისეთი ხედვა, რომ აი რა არ უნდა იყოს მუდმივი, 30 წელი პოლიტიკაში არიან და ეგ ხალხი რომ მართლა ავტორიტარიზმს აკრიტიკებს, აი 30 წელია შენ ისე უთოს რო ჩავრდა, ვიქაც შენ სახებს ხედავ და ეხა მართლა რა. და სხვა შორის თანმიმდევრობით დაიწყოს გადაცემა თავისი მემკვიდრეობითი აი როგორც ბიზნესი ეხა მაგაზე ეგ არის ყველაზე ცუდი ალბათ რაც შეიძლება შევკვდათ ამ და თან იცი რა არის ანუ რაზე მეცინება იცი ანუ აი იმდენი ისა აქვთ პარლამენტარებს აი არ ვიცი გამბედაობა თუ აი ოდასითი კარგი სიტყვა ინგლისურად აი არ ვიცი რა ქვია უმეცრება არა აი სინაგლე ხო ქართული ეგეც არ არის მაგრამ სინაგლე იმდენი აქვთ რომ ხალხმა ჯერ ანუ 2024 წლის ქრონიკები გაიხსენეთ. თუ გვეგონა რომ თავი ქუჩში გქონდა და ძლივს დავახევინეთ უკან 2023-ში ამ მთავრობას და 2024-ში ისევ დაიწყეს ინიცირება და 4 თუ რაღაცა 3-4-5 აპრილი რაღაც ესე იყო, როცა ხელახლა დააინიცირეს ზუსტად იგივე სიტყვებით ეს კანონი და აგენტები შეცვალეს უბრალოდ უცხო ქვეყნის ძალის გამტარე ინტერესების გამტარად რა. ანუ ეს სიტყვა შევცვალეთო მარტო მამუკამდინარზე გამოვიდა, მეტი არაფერი არ შეგვიცვლია შინაარსშიო რა. ესე იგი 5 აპრილიდან მოყოლებული დღემდე 2025 წლის 25 იანვარია, ხო? მარტო ექნეს. ანუ არა. მარტო სამუშაო ჩაატარა. რას გულისხმობ, იცი? ხალხი არ გავჩერებულ ვართ. ოპოზიციაზე, პოზიციაზე ყველაზე მეტი ჩვენ ვიმუშავებთ. ხალხს არავინ არ ავალებდა და გავარდნენ და დამკვირვებლებად დადგნენ იქ. არავინ არ კაპიკი არავისთვის არ გადაუხდიეთ. რა თქმა უნდა, იხა იქ რაღაც ოპოზიციონერი პარტაქტივიც იყო, მაგრამ ეგ მაგათ უხდიდნენ. მე ვლაპარაკობ ისეთ ხალხზე, ვინც ჩვენ გარშემო, რა ვიცი, მე პირადად აქციებზე ვიდექი ყოველ დღე და ანუ მეგობრები რო ვიკრიბებით და იმაზე მიდგება საქმე რომ აუ რაღაცა მართლა ღამე არ გვეძინება, ოღონდ ამას უტრირებულად არ ვამბობ. აი ღამე ვფიქრობ, რომ აი რა შეიძლებოდა კიდე გაგვეკე. რამე მცდელობა ხო არ დავაკელით და მე ვბრაზდები ძალიან, რომ ამაზე რო ვიწყებთ სამეგობროში ლაპარაკს, რომ ბიჭო, რა მცდელობები დავაკელით. იმაზე 1000 ჯერ მეტი გავაკეთეთ, ვიდრე პოლიტიკოსებს პირდაპირ ევალებოდათ და ამაში პირდაპირ ფულს იღებენ. ტიპები. გინდ ოპოზიცია, გინდ პოზიცია. ორივეს გულისხმობ, გინდ ოპოზიცია, გინდ პოზიცია. ოპოზიცია იმით გამაცრუებელია. ოპოზიცია საერთოდ აბაომი გინდას რომ გეუბნება ქოცები, ხო? არაფერი არ შეუპირისპირეს მაგას და რეალურად ხალხს მართლა ეშინია ომის და მეც მეშინია და ხალხს აქ რაღაცა პოსტტრაუმული აშლილობა გვაქვს ომისგან. სერიოზულად, აქ რანაირად შეიძლება ამაზე ვილაპარაკოთ, რომ მოდი ეს საკითხი საერთოდ დავაიგნოროთ, რა ომი ხო არ იქნება რა. იმიტომ რომ ძელი მესიჯია როგორ ჯაფარიძემ თქვა რა. ძელი მესიჯი არის და ვერ ჩავატიეთ ჩვენ აჯენდაში. რაღაცა მადლობას ვხდიან, იცი რომ იმ ომი რო არ არის, ბიზნეს დამსახურება. ვის უნდა და ვერ ცვიხსენებ, ვერც ვიგებ ვაფშე. იცი რა, არ გეუბნები, ჩუმად გვაძალებდნო, მაგრამ ჩვენ ვერ გეტყვითო რა. ხო. ფულების გადახდას რაც შეეხება მოკლედ, შენც, მეც, რა ვიცი, ყველა უსასყიდლოდ ვდგავართ იქ და აი მაგას ხო არის 100 ლარს იღებენ დღეშიო რა და მართლა დაგვანახონ, კაცი ჩამირიცხონ, სად არის 100 ლარი რა. გამოვაცხადებ ჩემი აგარიშის ნომერს. და რამდენი დღე ვიდექი რა. ანუ 58 ჰეშტეგი დაურთო. 58 დღე არის დღეს რა და ორ დღეში 60 სრულდება, შეგვიძლია რომ კარგი ფული 2 თვის ხელფასი. 60 რამდენი გამოდის რა დღეში 100 ლარი? კი, 5800 ხო? 6000 დავამოკლეთ ორ დღეში. დაგვიჭდეს ანგარიშებზე. ორ დღეს მოიწმინენ და ერთიანად მოვთხოვოთ. ხო და რა ვიცი. ანუ ისევ ეს მე მგონი ზუსტად იმაზე მეტყოლებს რომ რაღაცნაირად აი ბინძურმა ანუ უბრალოდ არაკეთილსინდისიერმა პოლიტიკოსებმა ჩაგვითრიეს თავის არაკეთილსინდისიერ რაღაც მაინდსეტში. რომ აი ხო, აი ესე ფულის გარეშე რავი, რატომ მოხვიდოდი აქ? აი მე ფული მოტივაცია მჭირდება. კი არ ჩაგვითრიეს, ჩვენს დემონიზებას აკეთებენ კონცეფციის წინაშე. არა, მე იმაზე ვიძახი, რომ აი ხელფასი მაღალი უნდა შემოხვედრია და რამდენს გიხდიან, რომ მეუბნებოდა და ტაქსისტი და ეხლა რაზე არის? არა, მე იმაზე ვიძახი, რომ აი პარლამენტარმაც ბევრი უნდა მიიღოს. ეგ ხო, იმათი მაინდსეტია, რომ აი ბევრი თუ არ მიიღე, შენ ესე იგი არ მუშაობ. მაშინ რაც იმან რუხაძემ თქვა რა, ერთის ხილ გეუბნება, რომ მე იმეც არ ვაძლევ სხვას.
იმიტომ რომ მე ვთვლი რომ საქართველოს დაიღუპება მაშინ, მაგრამ მეორე სხვა რავი ფულის გარდა არაფერი არ მეინტერესებს. მაგრამ რომ რამე იმედი წამგებიანი ბიზნესია და პროსტა ვაჩერებო, იმიტომ რომ ნაცებს ებრძვისო იმედიო და მაგისთვის ვიყენებო პირდაპირ და ნუ დეკლარაციით წამგებიანი ამე გადავხედე და მინუსში არიან. კი, წამგებიანები. გადასახადებია, გადასახდელი ძალიან ბევრი და ნუ ის 40-ს უხდიან იქ წამყვანებს რამდენიმე განსაკუთრებით. კი, 31000 აქვს ერთ-ერთ წამყვანს თოში. მასეთ რაღაცებს რასაც ეგენებიცებენ ხო ანუ ხო და მე გვიგვირს შუბლის ზარღვი ატოლთ გაწყვეტილია 31 შუბლის ზარღვის გადანერგვის ოპერაცია სჭირდება და მაგისტრის აკეთებენ თურქეთში კაპიქზე აწებებენ თურქეთში თმების გადანერგვა ხომ მოხდილია მაგრამ შუბლის ზარღვი იციან ძალიან კარგად შუბლის ზარღვის გადანერგვის თაორეთში просто დონორი არ ყავთ რა ჩინური ზარღვები არის შუბლის ზარღვის შეერთების ოპერაცია უნდა იყოს ხო შეერთება იდეალური გადანერგვის არა ახალ დონორი არ დაგჭირდება მაგრამ თუ არ ქონდა გაწყვეტილი აქვს გამოთქმაში ეგრეა და თუ ვაფშე და ქართული ხალხი ბძენია ბიძინა უძალოდ დაიბადა საერთოდ იმიტომ აქ თეთრი რომ ეს ზარღვის გადანერგვა რო გაწყდა შოკვეივმა გაწყვიტა კი და გადაუარა ეს ტალღა რაღაც მომენტში აი რაპუნცელი ხო რაღაც მომენტში მე გადაგვაყოლა თავის ფულს და ვიფიქრე რომ მეთქი აი საპენსიო ფონდი რაც გვაქვს აი მიუცეთ და წავიდეს რა. აუ, იცი რა გინდა გითხრა. მე არ ვაპირებ მაგის მიცემას რა. გოლი მოგცემენ. ჯერეთი დიდი ალბათობით უკვე შეჭამეს იმ პოლიციელებზე და დარბევაზე რა ჭირდებოდა ხო, პრემიები გასცეს და ლანჩბოქსებს რო იღებდნენ, საუბრობთ მაქედან აიღეს. ეგეც და ფული ეწერა იქ რაღაც 250000 და რაღაცეებია. მაგრამ მოდი იცი რა ვთქვა, აი დამავიწყე ის თქვა მინდოდა. ხო, საგამაცენდა. ნახეთ ცოტა პესიმიზმზე რომ პესიმისტურად რო არის განწყობილები რომ აი ესე ვიბძვით და არაფერი არ გამოვდის რა. რო რამე აი ჩვენ უფასოდ იმდგავართ და მინიმუმ ეს მივახცეთ რომ იმდან ნეგატიური სურათი შეიქმნა მედიაში რომ მოუწია თქვათ იგივე ამერიკელებს და სანქცირება ბიზნესს, ხო ვთქვათ? და ვთქვათ, მინიმუმ ვიცით, რომ თითქმის $1 მილიარდი ვერ გადაერიცხება ახლა უკან. ანუ ეს აი ჩვეულებრივი ადამიანები, რა ვიცი, ვინც იქ იდგნენ, ამას მიაღწიეს. და ეხლა ვდგავართ და კიდევ უფრო მეც მივახტევს სავარაუდოდ, აი დღე-დღეზე რომ მიიღებენ ახალი სანქციების პაკეტი რო არის, მაგასაც ველოდები და მე ვთვლი, რომ ეს გამარჯვება არის ჩვენი, არ და ოპოზიციის. შეიძლება სალომე ზურაბიშვილს ერთ-ერთი, ვისაც ვიტყვი, რომ აი რაღაცნაირად ადეკვატური მგონია მაგის განცხადებები და რაღაცნაირად ეხმაურება იმას, რასაც ფიქრობ ხოლმე. და აი არ მცხვენია და ის აქვე არ ვიქრინჯები და წითლად არ წითლდები და გული არ მიმდის. დანარჩენები რო ვთქვა, რომ ისე მუშაობენ, რომ აი ვამაყობ და ჩვენთან ერთად იბრძოლეს, არაფერი არ იბრძოლეს რა. არც არავინ დაურბებიათ იქ. არც არავის გამი არ გაუთევებია, ანუ რა ვიცი. ჩალურჯებული თვალები გვაქვს და წნევების პრობლემები გვაქვს, რა ვიცი, 30 წლის ხალხს აქვს პრობლემები. წნევებზე იმით გამო რომ ნერვიულობს და იქ დგას და პოლიტიკოსები მოვლენ, რაღაც ინტერვიუს ჩაწერენ, წავლენ, მოვლენ, ჩაწერენ და ეგრე არ მარტო მაგაზეც არ არის, ანუ თითქოს რაღაცა. აი, ხე გაიხადა ეს პიჯაკი და იბრძოლე ჩვენთან ერთად თუ გინდა რა, გაისუფთავოს იმის. არ არის, ანუ ჟორამე პოლიტიკური პარტიების დიდ ნაწილს საერთოდ არც კი უთქვამს უარი დაფინანსებაზე, ანუ ეხლა ხელფასებს ხო იღებენ ეს ოპოზიციონერები. ერთმა თქვა მარტო რა, გვარამია, მაგრამ ძალიან PR კამპანიის ნაწილია და იმიტომ რომ ისეც დიდარი არის. ანუ ეხლა რო იღებენ, უკვე გაზრდილ ხელფასს იღებენ, მაგრამ თან ანუ ეს ფონდებში მაინც გადარიცხა სადღაც, ხო? ანუ არაფერი ხმას არ იღებენ. აი, ჯარიმები ვინც მიიღო ბოლო პერიოდში მათ დაუფინანსო რაღაცა. მეც რა არის, ანუ ფიციმ წამს ბოლო მაკვირვებს რა. ეგ არის. ფიციმ წამს კრედიტის კარტა მაკვირვებს. კრედიტ სუისი მაკვირვებს. აუ, რის თქვა მითო და მეც გამეწყალ, მაგრამ მეძინებს სავარაუდოდ. ხო, პოლიტიკოსებს რატომ? აი, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს გონიათ, რომ მართლა მაგათ მივეცით ხმა. არჩევნებს რომ მივედი, აი მინდოდა, რომ აი გვარამია ხაზარაძე და ისინი მომეყვანა და მაგათზე ვარ შეყვარებული. ანუ ხალხი მივედით და მართლა ისე მივეცით, რომ ოღონდ კოცები არ შემოგვეხაზა და რაღაცა ვინმე სხვა რა და ხალხს გონია. ესამესათი ემოშოუ. კი და ოპოზიციონერებს გონიათ, რომ აი მართლა მე მომცეს ხმა თუ რაღაცა და ეხლა ოპოზიციონერებზეც რომ ვილაპარაკოთ, რავი, არ იქნება მე მგონი ურიგო რა. და რომ გავკენწლოთ, იმიტომ რომ უშუალოდ ხო მე ჩავიწიე უკან. ეხლა როგორ დავიჯერო რომ მამუკა ხაზარაძე, რომელიც პოლიტიკაში მოვა, რომელიც მევახშეა ჩვეულებრივი და ხალხს ასახლებს რაღაც რეკორდული რაოდენობის პროცენტით, საპროცენტო განაკვეთით გასცემს სესხებსაც და იპოთეკასაც და რომელიც გადაუხდელობის შემთხვევაში თავდებში რომ ბინასდებენ ხოლმე ასახლიდან ასახლებს ხალხს.
რანაირად დავიჯერო, რომ ეგ რო ხელისუფლებაში მოვა, საბინაო პოლიტიკას დაალაგებს და ეგ ინტერესი იქნება. ანუ და ერთ-ერთი ტიპია ეს პოლიტიკური ის არა რაღაც გაფუჭებული რაღაც პოლიტიკური. თან, მაგრამ იცი რა არის, ანუ როდესაც გაფიცვებზე იყო საუბარი. მაგრამ იმდენად ეს სერიოზული არგუმენტია ხა ჩვენ თქვი რომ ნუ აი აბალანსებს ალბათ. ეგეც და თან ანუ მომავალ იმაზე კი არ გამშვი ადამიანს რომ მომავალში როგორ მოიქცევა. აქამდე როგორ მოქცეულა რომ ხალხს ასახლებდა იმიდან, ხო? სახლებიდან, მაგრამ მეორე მხრივ ეხლაც ძალიან ბევრი მიქარა მამუკამ ეხლანდელი აქციების დროს, იმიტომ რომ სულ გაფიცვებზე იყო საუბარი და სულ აი ხალხს ესხი აქ გადასახდელი და იმიტომ ვერიფიცება. ხო, ყველამ ვიცით რატო ვერიფიცება ეს ხალხი რა. ერთი ის რომ სამსახურიდან გააგდებენ, თუ საჯარო სამსახურში ან ცოტა მოქოცო კერძო სექტორში, ან მეორე ის რომ სესხს ვერ გადაიხდის და თვიდან თვემდეთ და რა ვიცი, ხელფას ვერ აიღებს და ასე შემდეგ რა. მამუკა ხაზარაძე ფეხებით რო დაკიდო, ერთ-ერთს ვერ გააგდებინებ, იმიტომ რომ ერთი კომენტარი არ გაუკეთებია. იმიტომ ყველაფერი ბარაძეა თავისი ბანკის. იმიდან ყველაფერს მასტერკარდით იყიდი კი არა და როგორ არის რეკლამა. ანუ ერთი სიტყვა არ დაძრულა რომ ანუ რა შეიძლება გავაკეთო ღმერთო ჩემო რა შეიძლება ბანკი მაქვს რა შეიძლება გავაკეთო რა შედეგი შეიძლება მივახცეთ რა ვიცი აი ხალხი იხვეწება რომ გააჩერეს ესხი ცოტა ხნით კი არ გადამიხადოს ესხი და ხელფასი კი არ მიხადოს არამ გაფცული ვიქნები და იქ ხაშლამები კი არ მაჭამა თუ რაღაც ხინკლები ხო ანუ გამიჩერეს ესხი ორი თვე თუ რავი რამდენიც იქნება საჭირო და მე გავაგრძელებ გადახდას როცა უკვე დაალაგდება ქვეყანაში სიტუაცია მაგასაც არ აკეთებს ანუ ოღონდაც ორი თვე რაღაცა არის ზარალოს და ეხლა მამუკაზე რანაირად შეიძლება თქვას ვინმემ რომ მაგას ხალხი ადარდებს ნუ კოუდს გაუჩერეს ის სამი თვე თუ რაღაცა მე უფრო მეტი გადაახდა მე უფრო მეტის გადახდა მოუწია ხალხს ეხლა აღარ უნდა ხალხს გამიჩერო მართლა კი პროცენტი მეტი დაერიცხა ხო კი იმ 3 პროცენტი ვითომ გაუყინოს, მაგრამ გაყინვა არ იყო, ეგ რეალურად საბოლოოდ უფრო მეტის გადახდა მოუწია. გადაემატა უფრო მეტი თვეზე გადანაწილეს. მაგაზე ცალკე მთელი პოსტები იწერებოდა და მოდი ნუ ეგ ორივე კალკულაციებით და ბანკმა იგივე ექნა. მოგა შეთანხმებული კამპანია რა დიდი. და ხო და 5 მილიონი რო გადაარიცხეს ფონდში, 2.5 მილიონი ჯამში იყო. 5 იყო და 2.5 იყო საქართველოს და თბილისის ჯამში, ანუ აი მაგათთვის. და გადაობა ეგ არის აქედან როგორც მახსოვს 10 მილიონი მიდიოდა ერთი რო იმას რა ქვია TBC ბანკის იმაზე ველისწორზე თუ სწორად მახსოვს და საქართველოს ბანკის ექსტრაზე ანუ მაგათია რა გამაგარია მაიჯი იყო კიდე რომელიც TBC-ს არის და ანუ მაგაზეც და ნუ მიზანის იყო რომ აი ეს მეწარმეები რომლებიც გამოფენებზე არ იღებენ მონაწილეობას მაგათ დავეხმარებით რაღაცეებში რამდენად დაეხმარნენ არ ვიცი ალბათ გამსაკვლევია მე დავწეროთ რა ვიცი თუ დაეხმარნენ კარგია მაგრამ თუ უბრალოდ რაღაცა კამპანიის ნაწილი იყო ნუ რა ვიცი რომელიც ჩვევიათ ხოლმე ცირითად შემთხვევებში რა ხო ნუ რაღაცა მანამდეც ძალიან ბევრი იყო დასახმარებელი რო რამე რა აი მართლა ძალიან გული შემტკივა შეკრუთველებზე გულწრფელად და ქართველი ხალხის აი თბილისელების კონკრეტულად სნობიზმს გამოყოფდი მანდ რა იმიტომ რომ ის ხალხი იქ აპროტესტებს არ ვიცი მე მგონი მართლა ერთი წელი შეუსრულდათ რა მაგ პროტესტს მაგრამ ეგ ხალხი თბილისში ჩამოვიდა იმისთვის რომ თბილისში უფრო ცენტრალიზებულია ზოგადად პრობლემების ბუკეტი აქ არის ხოლმე და აქციებიც და ყველაფერი ცენტრალიზებულია ეგონათ რომ აქ უფრო მოგვაქცევენ ყურადღებას და ჩვენ აი ფოტოშტე მართლა ფეხებს დავუკიდეთ ეს ხალხი გავწირეთ ყოველგვარი უსამართლობის წინაშე მარტო ანუ ხალხს მართლა სახლები დაექცა იქ თავზე და მიწამ ჩაიტანა სახლები ეს ჩვენი ბუკვალური ანდაზა მაგრამ პირდაპირ მნიშვნელობით ჩაიტანა იქ სახლები მიწაში იმან რა ქვია და ანუ მიწამ ჩაუყლაპათ სახლები ტიპები აქ ჩამოვიდნენ რომ სამართალს იპოვიდნენ ჩვენ საერთოდ რაღაცნაირად აი გავწირეთ ჩვენი გულგრილობით და მე რაღაცნაირად ეკარგება ლეგიტიმაცია იმის თქმასაც რომ რავი ეს ქვეყანა მართლა წყალსაც წაუღია ეს ქვეყანა თუ ეგეთი ხალხისთვის და აი ესეთი უბრალო ადამიანებისთვის არ გვინდა რა აი საბოლოო ჯამში ის ხოლმე ვიცით აი თავიდან რომ დაიწყე იმ შეკითხვით რომ აი რისთვის გვინდა თავისუფლება აი ეს ქვეყანა მაშინ რისთვის გვინდა თუ აი LGBT თემსაც შევეხოთ მოდი რა ძალიან
ძალიან ბევრი რო აიგნორებს ამ თემას და რაღაცა ეს LGBT ხალხი რო ავტომატურად ფულიან NGO-ებად წარმოუდგენიათ ვიღაცებს რა. ეგ NGO-ების პრობლემაცაა ჩემი. NGO-ების პრობლემაც არის, იმიტომ რომ ამერიკიდან ნათარგმნი ტექსტებით რო ელაპარაკები და კონტექსტს საერთოდ არ არგებ ქართულ რეალობას და ვერაფრით რო ვერ ხმარები რეგიონში მცხოვრებ. გამამძაფრეს, გამჭავეს რაღაც. ვერც ფემინისტური NGO-ები და ვერც queer NGO-ები, იმიტომ რომ იცი როგორი პრობლემები დგას, ამაზე რეალურად არავინ არ ლაპარაკობს რა. არავინ არ ფიქრობს იმაზე და რეალურად შიდა პრობლემები არავინ არ იცის, რომ ეს queer-ი ბავშვები, ვინც ოჯახში ეგრეთ წოდებული coming out-ი გააკეთა, ანუ თქვა ღიად თავის იდენტობაზე, იმაზეც კი არ არის ლაპარაკი, რომ ოჯახიდან გამოგდებულები არიან და ეს NGO ორგანიზაციები ცდილობენ რომ თავში საფარი უპოვონ რაღაც. მე ამ ბავშვებზე საუბარია, რომ რაღაც რანაირად უნდა იპოვონ იმათ თავიანთი ცხოვრების გზა, კარიერა, განათლება როგორ უნდა მიიღონ, როცა ოჯახიდანაც კი უარყოფილები არიან და ღარიბ queer ადამიანებზე არის აქ ლაპარაკი რა და ჩვენ როდესაც LGBT თემზე ვლაპარაკობთ, რატომღაც წარმოგვიდგენია რომ ეს NGO-ები სადღაც არიან შემომსხდარი კვარცხლბეკზე და გრანტებს ჭამენ იქ რა და რეალურად ეს არიან ჩვენთან. რასაც შეიძლება შვებიან. რასაც შეიძლება ჰედები შვებიან ხოლმე. მე კონფერენციებზე ვარ ნამყოფი ქალთა გაცილების მიმართულების, რომელზეც დააწყვეტია რომ 10-15-20,000 აი რაში იხარჯება რომ მოვიდნენ თქვენ რომ ეს ვქენით, მე ჭამაში იხარჯება 15,000 და ვიშლებით რა. და რეალურად მაგითო პრობლემა დაიხარჯა ერთ დღეში რაღაც არაფერში ფაქტობრივად 20. ამას არ უარყოფ რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ფული იჭმევა კიდევაც იქ რა, მაგრამ უნდა იმაზეც უნდა ვილაპარაკოთ რა, რომ აი ეს ადამიანები, ეს queer-ი, ბავშვები, ეს ქმრის ძალადობის ქვეშ მოყოლილი ქალები, ეს ყველა არის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. ეხლა 613 მსჯავრდებული რო შეიწყალა ყაველაშვილმა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა, ხო? ძალიან ბევრი ზარი შევიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმაზე, რომ გაეგო მისი ყოფილი მოძალადე ქმარი არის თუ არა შეწყალებულთა სიაში. იმიტომ რომ იციან ამ ქალებმა, რომ ადრე თუ გვიან მას მიადგება მოსაკლავად. ამ თემებზე არავინ რო არ საუბრობს, რაღაცა Instagram-ის თორით გავიგე მე ეს. აი ეს მგონია როგორი საგანგაშო რაღაც ხალხი. ეგ მედიის პრობლემაც ალბათ. მედიის პრობლემა ძალიან დიდი გვაქვს რა და რეგიონებში ეს ხო ამას ხო ვერასდროს ამ news ვერავინ ვერ გაიგებს, იმიტომ რომ ინტერნეტის დაფარვა არა გვაქვს წესი, არის სამარცხვინო ინტერნეტის დაფარვა გვაქვს 21 საუკუნეში საქართველოს ტერიტორიაზე. შუქი არა გვაქვს და ტელევიზორიდან იგებენ რეგიონის მოსახლეობა ინფორმაციას და ვისაც ოდინება, რომ ხალხი რეკავს თურმე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მართლა ჩემ და სამარცხვინოდ მეგობრის თორიდან გავიგე და ეგ არის ზუსტად ბაბლური ჩაკეტილობა რა, რომ სადღაციდან უნდა იგებდე ამ ინფორმაციებს, რომ თურმე ქალები რეკავენ, რომ ვაიმე ყოფილმა ქმარმა არ მომკლას და ეს ყოველდღიური, ანუ ეგზისტენციალური პრობლემებია რა. ის queer ბავშვები მართლა, ანუ როგორც მასწავლებელი ეგრეც ვამბობ ამას რა, იმიტომ რომ ეს მართლა ვიღაცა რუხაძე რო იძახის, რომ და კოცების პროპაგანდაც რო ეს არის, რომ ეს არჩევანია თურმე შენი. არჩევანია, მაგრამ ჩემი შვილი მიყვარს. კი, ლესბოსელია, მაგრამ არ დალაპარაკებ მაგაზე. ხო და ანუ ამაზე ხო არ არის მართლა ლაპარაკი, ხო? ანუ ყველანაირად რო აგრძნობინებ ადამიანს, რომ უნდა გარიყოს საზოგადო. თან რაზეა ლაპარაკი? ეს ხალხი ხო გადასახადებსაც იხდის, ხო? queer-ებზე მაქვს ლაპარაკი. ანუ შენ რა უფლება გაქვს, ანუ ყველან არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ, გადასახადებს იხდიან. ყველანაირად არიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, ну, რა თქმა უნდა, ისეც არიან ეგზოტიცებას კი არ ვახდენ. მაგრამ ვალდებულებებს ასრულებენ თავისას რა და შენი ვალდებულება გაქვს, რაღაცა ჰომოფობიური პრეფერენციები შეიძლება გქონდეს პიროვნების დონეზე, ნახოთ არ მაინტერესებს რომელ პოლიტიკოს რა პრეფერენციები აქვს, ისე რა შინაგანად გულში რას ფიქრობს, მაგრამ თუ შენის გაქვს რომ რაღაც ყველა მოქალაქის თანაბრად მოიქცე, მაშინ ეს ვალდებულებაც გაგაჩნია რა. აი მან შემოდის სასამართლოს ამბავი. ზუსტად, სასამართლოს ამბავი მუდმივად დგას ფონზე, აი სულ დგას ამ ქალთა მიმართ ძალადობაზე ვლაპარაკობთ, სასამართლოში უნდა იპოვოს ამართალი, აქციებზე ძალადობაზე ვლაპარაკობთ, სასამართლოში უნდა იპოვოს ამართალი, ანუ რატო არ დადგა მართლა იმ სახელმწიფოს რაღაც მექანიზმი უნდა იყოს, რომ აკონტროლებელია რამდენიმე რაღაცა სხვა ბერკეტი ქონდეს საზოგადოებას, ქვეყანას, რომ ერთი თუ აუროს მეორემ დააბალანსოს. კი, უნდა გძნობდე, რომ ჩალით არ არის დაფარული ეს ქვეყანა რა და სადღაც იპოვი შენ სამართლოს. მაგის ნათელი მაგალითი ახლა რაც შენ ჩამოთვალე მაგ მიზეზებს იქი და ყველაზე ეს თუ ახლესი ამ ორი თვის განმავლობაში არც ერთი პოლიციელი დასჭირდა, ხო? ნუ არც ტიტუშკა, რომელიც პირა 1 საათში და 2 საათში ხალხმა დადო ვინ იყო სახელი გვარებით და ვიცი Facebook-ები გააუქმეს იმათმა და რაღაცეები. მაშინ გჭირდება საიდენტიფიკაციო ნომრები, ანუ ყველას ცნობს, მაგრამ ჩემი ორი მეზობელი ამოვიცანი მე პირადად, ანუ რაზე არის ლაპარაკი საერთოდ?
და ნულოვანი რეაგირება რა და ეგ ვადეს უბრალოდ მაგ უსამართლობას და დაუსჯელობის სინდრომს, რომელიც მე სხვადასხვანაირად გადაითარგმნება. უჩა აბასიჯის სახე პოსტი ეხა რომ როგორ ექცევიან ზოგადად ამ პატიმრებს და თავისი кейსი მოიყვანა კიდე სხვა პატიმრებთან მიმართებაში რომ რაღაცა მინიმუმ ბოლო 6 თვეშიო 14-ჯერ წამოიყვანეს სასამართლოზეო და აღწერა სიტუაცია რომ ჩაქვსავენ ბორკილებს მე აღართ რო არ გვაგდებენ ეგრე გადავყავართო მანქანაში თავის რაღაცებზე ლაპარაკობენ თითქოს რაღაცა დისტრიბუციის რაღაცა ნაწილი ხარ ნივთი პირობითად მე იქ რო რაღაცა სავირფაშოში არ გიშვებენ გახვეწინებენ რაღაცა ძაღლივით და რაღაცა და მე ძლივს გაგიშვებენ და შემდეგ და მთელი ამბავი რომ რაღაცნაირად მაქსიმალურად გაგზნობინო არის საზოგადოების ყველაზე ეს უარგის ნაწილად პრინციპში არაფრად რა და ეს კი ხო ცალკე რა ვიცი ტანჯვა წამება არ არის ეგ წამების ერთ-ერთი ფორმა ალბათ ფსიქოლოგიურიც მათ შორის და ფიზიკური შეიძლება არ გეხებიან ხელით მაგრამ სამაგოდ გაგდებენ იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაში იტანჯები სულიერად ფიზიკურად თუნდაც ხო შინაგანად როცა მაგალითად რა ვიცი ტუალეტში არ გავხარ ღირსების შემლახავით რა თქმა უნდა თორე ეგრე ისეც ხო ყავს თურმე პოლიციის უფროსი რომ სილა გააწნეს და ტკივილი განიცადა და ურის გაუწით ხო ეგ ცალკე თემაა 5-დან 7 წლამდე უშიან თუ გეტკინა უნდა ეკითხათ რა 5-დან 7 წლამდე არის განხილვა მაგ საქმის რო ხო ანუ სილის გარტყმის გამო 5-დან 7 წლამდე შეიძლება დაიჭიროს ადამიანი და ამ დროს რა ვიცი სიკვდილით მისჩილებს ხო ყბის ძვლები გაქვს ჩამტრეული და სახის ძვლები ჩამტრეული და ვერ პოულობენ რაღაც თავისით მოხდა ასვალს უტყა სახე თვითონ და რა ჩვენი ბრალია ხო მუშტები დაგვიმტრია ხო და ამ დროს შემთხვევაში ის პირდაპირ ეთერში იდგა ადამიანი და ხო არაფერი მოქმედება არ იყო ხო დანარჩენები შეიძლება კონდეთ საბაბი ახლა ეგეთი არაფერი მაგრამ რავი შეიძლება გაამართონ ქვას ესრო და პოლიციას ურტყავდა მოლოტოვის კოქტეილი ესრო მოდი იცი რა ანუ რატომ უნდა ვენდო საერთოდ პოლიციას რომ მეუბნება სიმართლეს ანუ აქამდე არც ერთ რგოლში არ გაუკეთებიათ ის თერამე რომ დავიჯერო და ანუ მოდი იცი რა თუ არა გაქვს აი რკინის აი რა ვიცი ქვარო ვერ გატეხს ისეთი მტკიცებულება რომ ამ კაცმა რაღაცა ისროლა ამ კაცმა რაღაცა დააზიანა პრევენციული დაპატიმრება რო გაგვიჩნდა ახლა კანონმდებლობაში ეს საერთოდ რაღაც ნონსენსები რა რუსულია პირდაპირ ანუ რაღაცა ანუ პირველი რაც ხდა ფაქტობრივად პარლამენტმა შემოიტანა 5-6 ისეთი კანონი რომელიც პირდაპირ რუსეთში ანუ ერთ-ერთია რა კი ყოველ შემთხვევაში ვიცით რომ ხო საითკენ მიდის ვიცით რა მაგალითი გვაქვს ნახე 10 წელი არ გავიდა იქიდან და რავი ანუ მართლა ვისაც უნდა თავი მოიტყოს მაგრამ ანუ საერთოდ არ მესმის რატომ უნდა ვენდო ამ მთავრობას ამ პოლიციას რავი მაჩვენე რომ აი ამ კაცმა მართლა რაღაცა ისროლა დაანაშაულა და თუ ვერ მაჩვენებ მაშინ მოდი მე აპრიორი ჩავთვლი რომ ხო არის უდანაშაულობის პრეზუმპცია რა ანუ რატომ თან ერთმანეთის ხელის დაფარების ისენი რო აქვს რა რომ აი ამ პოლიციელმა იმ პოლიციელს თქვა და პლუს ერთი რაღაცა მინდა თქვა აი ყველაფერი გამიგია აი ყველა შემიძლია რა გავიგო იცი რომ გამოვიდეს რომ აი სილა გააწვა და ოფიცრის მუნდირს თქვა ან რაღაც ღირსება არა მაგრამ აი ინსტიტუტს მიაყენა რაღაც უპატივცემობა გამოხატა ინსტიტუტის მიმართ და მაგისტრის ჭი მაგრამ რავი ოფიცერი ამბობ რომ რავი სილა გამაძა ტკივილი ვიგზენი და ამიტომ 3 წელი რავი არა ეგ რავი აც კაცური სექციელერი აც ოფიცრის მით უმეტეს რა რავი აი უბრალოდ არ მესმის საერთოდ რა ტიპის კატეგორიაზე არის გათვლილი ეგ პიარი რა აი ნუ თუ მართლა არსებობს ადამიანი რომელიც მაგაზე იტყვის რომ ხო აი შენ პოლიციელი ხარ გეტკინა შვილო 3 წელი უნდა მიუსაჯო იმ ქალს კი აი მე შემხვდა პრინციპში ისე სადღეგრძელობის ამბავს უბრუნდებით რომ იქ კობახიძეს გაправება იყო რომ ისაო რა ერთ-ერთი მაგალითი არა მაგაზე მაგრამ რომ ისო მკვდარ დედა შეაგინაო რა პირობითად რა და ეხა ქართველი კაცი ღირსებაო და ეს ზარქუას თემაც ხო იყო ქართველი კაცი ღირსებაო და საბოჯანში მივიდივართ იქ რომ აი მათი მთელი კამპანია არის აგებული მაგ ქართველი კაცი ღირსების ამბავზე რა ოღონდ მარტო მაგათ რო ეხება ხო მარტო მაგათ რო ეხება თორე იმიტომ რომ მომატყუე ეგ არ ითვლება თუ მაგათ ეს ნაცარქი იყო მოსულა ღირსეული საკითხია ცოლთანთან რო ზიხარ და მოდიხარ პირდაპირ და სახეში რაღაცას გასწავლო ეგ ღირსეული ყოფილა ეს ეგ გასაგებია დაკავებების თემაზე მეცაც გეტყვით რა ჩემი აზრით და აი ახლა ლოგიკას მივყვები რა აი ყველა ეს დაკავება აბსოლუტურად ყველა დაკავება არის უკანონო და რატო ეს ხელისუფლება ხო არის არაკონსტიტუციური შესაბამისად ვინც მაგას ექვემდებარება ყველა ერთეული ხო არის არაკონსტიტუციური სპეცრაზმი პოლიცია კრიმპოლი შინაგან საქმეთა სამინისტრო აბსოლუტურად ყველა ხო გამოდის კონსტიტუციის მიღმა
ვინც მაგათ ემორჩილებათ ეს ვერტიკალი იერარქიის, ხო? მაშინ აი ძალიან რო გავამარტივოთ სიტუაცია. გამოდის ესე, რომ ქალაქში დაძრწიან რაღაც ბანდფორმირებები, რომლებიც სრულად უკანონოდ აპატიმრებენ ხალხს. ანუ მე იმ ლოგიკას საერთოდ არ ვეთანხმები, რომ აი, თუ რაღაცა დააშავა, აი, წაიყვანე, მაგრამ ისე რატომ იყავს? ანუ საერთოდ უფლებაც კი არ აქვს. წარმოიდგინეთ, ანუ თემურ ჭყონიამ რო ჩამოყალიბოს რაღაცა ბანდფორმირება და გაუშვას ესე ქალაქში რა. იგივე საკეთებს ბიძნა, დაქირავებული ყავს ბანდფორმირები, რომელსაც ჩვენ ახლა სპეცრაზმს ვეძახით და პოლიციას ვეძახით. არა, მაგრამ მაგის მიღმაც გავიდა უკვე. ისეთი წუთებიც ხო დაიქირავა. რა თქმა უნდა, მაგის მიღმაც გავიდა, იმიტომ რომ ვიღაცებს ხო ჩააწევს პოლიციის იმიტომ რომ ხდება, რომ პოლიციელზე ვეღარ ხო რა, არც ყოფნის და თან ვიღაც ნიღაბ სამომფარებულ ტიპებს რო იტყვიან, რავი, ეგ არ ვიცით ვინ არის, გიპასუხებენ რა და საქმე უნდა ძალიან პრიმიტიულად დავინახოთ რა, რომ როგორც არის რა რომ ქალაქში დაძრწიან ვიღაცა არაკანონიერი ბანდფორმირებები, ჩვეულებრივი მხედრიონი, რომლებიც თავს აძლევენ იმის უფლებას, რომ ხალხი დაიჭირონ, აწამონ, დააპატიმრონ, არც ერთი პატიმრობა აქედან არ არის კანონიერი. ის კი არა მეტიც, რომ ვიღაც გარეწრები გარეთ გამოუშვან და ხალხი დააშანტაჟონ ამით. და ნუ არანაირად არ არის ეს რომ აი ვინც იმსახურებს კარგი ისინი დაიჭირეთ დანარჩენებმა რა დააშავეს. არა, ანუ პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის რაღაცა უსახური, ვიღაცა კაცის დაქირავებული, მილიარდერის ახირებით დაქირავებული ბანდფორმირებები. დამთავრდა. არ არის ეგ იმაზე, რომ ვიღაც იმსახურებს, ვიღაც არა, უბრალოდ არ აქვს მაგის ლეგიტიმაცია და მაგის კანონიერება. საერთოდ. მე მგონია რომ აი ძალიან ისეთი პოდკასტი იყო ყველაფერს მოვედეთ და გული მოვიფხანეთ ძალიან გულის მოხების პოდკასტი იყო და შემდეგ იყოს პროგრამატული ზედაპირულად შევეხეთ რაღაცებს იმიტომ რომ მეტი დრო ფიზიკურად არ იყო არა მაგრამ რაღაცებს შეარჩევეხეთ ზედაპირულად აი მას ჩავეძიეთ და პარლამენტის ფულს რა კი მან ავტო გადმოვიბირე მე მგონია შევჭი პლუს ერთი ჩაკრა იმაში ქულები გააკეთე. ვერტიკალების დამსხვრევას ახალი თანაკვეთად. ავტო თანაკვეთაში უკვე წარიელ სიმრავლეში აღარ არის ჩვენთან გადმოვიბირეთ. ხო. კარგით, მოგეთ ეს თანაკვეთას შესაძლოა მოგდეს ეს მათემატიკური თანაკვეთი წარმომდგება მე თავში არ ვიცი აბსოლუტურად. მე შეგრევე ხო. ანუ როგორც კი ლაპარაკია სიმრავლეებზე ეგრევე ხედავ კი. დასაწყისიდან წავიყვანოთ ეს. მე მინდა ეგეთი რაღაცა თქვა, რომ ანუ სულ მუდმივად რაც ვდგავართ აქციებზე, მე ვდგავარ წელსასწაულში შაშანაც ვიდექი. სულ არ ვდგავარ რა, მაგრამ ეს პერიოდულად რა. მაგრამ რამდენი შაშანძინ არ გეცნობდი. არ ვიცი იდექი თუ არა. მაგრამ როცა იქ მივდივარ, ყოველთვის ყველასგან აი ეს განცდა მოდის, რომ რაღაცა უნდა გავაკეთოთ და აი თორე ესე გაგრძელება არ შეიძლება. აი ეს ამ პოლიტიკოსებს ვერ ვენდობით, ანუ არაფერი არ გაკეთდება მაგათი ხელით, ხო? და რეალურად ეს სწორი განცდაა და მე მგონი, ეხლა თუ შეამჩნევ, ძალიან ბევრმა დაიწყო ჩაწერა პოდკასტები, ძალიან ბევრმა დაიწყო ლაპარაკი ამ ყველაფერზე, ძალიან ბევრმა რაღაც სახალხო ინიციატივები წამოვიდა და რაღაც იცი რას გავს, აი საფრანგეთის რევოლუციაზე რო კითხულობ ეს რომანტიზებულ ტექსტებს და აი რო ხალხმა გაიღვიძა და რაღაცა ძალიან ბევრი რაღაცა ხდება და დუხს თითქოს ყველაფერი რა. აი მინდა რომ ყველამ რაღაცაად ვიპოვოთ, ყველას ვუსურვო, რომ ვიპოვოთ ჩვენი ის ნიშა, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმისთვის, რომ ეს საზოგადოება უკეთესი გახდეს. და რო რამე, აი თანაკვეთა რო ვნახოთ, ხო, სხვადასხვა ფერები რო შევაერთოთ და თანაკვეთაში მოვიყვანოთ, იქ იქნება ნათელი თეთრი ფერი. და აი ამ სინათლისკენ მინდა რომ წავიდეს ჩვენი მომავალი. იმიტომ რომ ჩემთვის თავისუფლება პირველ რიგში არის ჩემი ფანტაზიების, ჩემი ოცნებების განხორციელება, რომლისთვისაც რავი ღირსება რა. ბიზნესთვისაც ეგ არის. ხო და მე ეგ ნორმალური მგონია რომ ბიზნესა იბძვის იმისთვის რომ ეს ქვეყანა გახდეს მაგის ჯიბის რაღაც ხურდა და მე ვიბძვი იმისთვის რომ მე მქონდეს მომავალი, ჩემ დიშვილებს მქონდეს მომავალი, რა სტუდენტებს მქონდეს მომავალი და მე პირადადაც შევძლო რა ვიცი იმის გაკეთება რაც მინდა და მართლა მინდა რომ ქართველი კაცი მთვარეზე ოდესმე მოხდეს რა და განათლებული ქართველი მოხდება მარტო. ისე უბრალოდ რა სეზონური მუშა ქართველი არ მოხდება და აი ხო აი ბატონო სეზონური მუშა ქართველი არ გეტყვი ბიზნეს პირველი ინტერვიუ რომელიც იყო მაგან თქვა ეგეთი რაღაცა
საქართველოსში არაფრის რესურსი არ აქვს, მაქსიმუმ სეზონურ მუშებად წავალთო ევროპაში ყველა. კი, და იჩალიჩა მე რომ გერმანიაში რაღაცებში გაიხსნა იქ. ხო და მე მგონია რომ კაცი რომელიც მომავალს ხედავს ისე რომ ყველანი ჩვენ უნდა გავხდეთ სეზონური მუშები. სეზონურ მუშობაში არ არის ცუდი არაფერი, თუ რა ვიცი. ხედვაშია აქ რა. თუ აკეთებ რა მაგას რა, მაგრამ თუ იმას ამბობ, მთელი ქვეყანა უნდა გახდეს სეზონური მუშები რა. ისევე როგორც რა ვიცი, ქუჩის დალაგებაში არაფერი არ არის პრობლემა. პროსტა თუ იტყვი რომ ყველა ქვეყანა უნდა ვალოგოთ ქუჩა, ეგ არის მე მგონი პრობლემა რა. მე ვთვლი რომ რაღაცა რა ვიცი ზოგს უნდა მუსიკოსობა ზოგს უნდა ინჟინერობა ზოგს უნდა ხო მაგრამ მან მთელი მუღამის იყო რომ ბიზნეს უნდოდა რომ ქვეყანა დაეტოვებინა ხალხს რა უბრალოდ რა ვერ ნახ არა მე მგონია რომ პროსტა ბიზნესი აზროვნებს მოკლე ვადიანი იმებით რა ქვია 2 წლიანი 3 წლიანი გეგმებით რა და ამას რასაც მართლა რასაცება უნდა რა ვიცი თუ მართლა გინდა რა გააკეთო მანქანა ან რა ვიცი პატარა ამოჩქარებელი ან რაღაცა მაგას ჭირდება 10-20 წელი. განათლება თუ გინდა აწიო, მაგას ჭირდება რამოდენიმე 10 წლეული მუშაობა. ეგეთი ბიზნეს ინტერესი ბიზნეს არ აქვს. მაგას უნდა ივთქვათ, ჩადოფული, მოიპოვა მაინერით რაღაცები, ბიტკოინები, გადარიცხა, всё მოგება აქვს. ხო და რამე ბიზნესს კიდე ეს ერთი მითი რო არის, რომ კარგი ბიზნესმენია, რავი. რამდენიც ფული ჩადო, იმდენი წააგო, ხო? იმდენი ან მომპარესო, ან დამიყადაღესო. ეხლა ხო დავობს 10,000 ბიტკოინი მომპარავ. რავი, არაფერი არ გავუკეთებია. 1 მილიარდის წაგებაზე მუშაობს და რა ვიცი, იქნებ შევეშვათ რა. მე მინდა რომ ყველამ ვიპოვოთ ის ადგილი, რომ ესა ჩვენი ადგილი და აი ამ ბრძოლაში რა. ყველა ვიყოთ აი ეს პატარა პაიკი, რომელიც საბოლოოდ გავა იქ აი ლაზიელში გადაიქცევა. ნუ არაფერი მე უბრალოდ მინდა რომ ამ მსმენელს უთხრა რომ არ არის ეს პატარა ბრძოლა. მე ავი პირველ დღიდან ვიძახი და მე ვიძახდი ამას და მე უბრალოდ ვიღაცები ცდილობდნენ რომ რაღაცნაირად სხვანაირად ითქვათ რომ ამითო мотиваცია დაუვარდებათო ხალხსო და მოდიო ნუ უყვებიო რომ ეს ოქსელვადიანი ბრძოლა არისო და სიამდვილეში პირიქით იყო საჭირო რა იმიტომ რომ ბევრს ეგონა თავიდან დეკემბერში რომ რაღაცა ერთ კვირაში ორ კვირაში დალაგდებოდა გან 14 დეკემბრამდე მე აგერ 29 დეკემბრამდე სალომეს ამბავზე რაღაცა სულ იყო ხოლმე ეს ორკვირიანი ამბები მაგრამ ნუ მე მგონია რომ ეს არის საკმაოდ დიდი ბრძოლა რომელიც გაგრძელდება იქამდე სანამ არ შეიცვლება ეს პარტია და მას შემდეგაც იმიტომ რომ ჩვენ რაღაც ამ ბრძოლებში გამოიმუშავეთ უნარები ვისწავლეთ რომ პოლიტიკა არის საზოგადოების ნაწილი მათ შორის საზოგადოების პასუხისმგებლობა რომ ამაში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული და მე მგონია რომ აი ეს პროცესები ბოლო რამდენიმე წელია ბოლო 2 წელია განსაკუთრებით რაც ხდება ჩვენს თავს იმდენად გვაძლიერებს საზოგადოებას რომ აი რა ვიცი ამის იქით მგონია რომ აღარ უნდა მიეცეს არავის საშუალება რომ მსგავსად მოიქცეს რა ეს იქნება ჩემი სიტყვა უბრალოდ ეს იქნება ის იმედი რასაც მე ვხედავ იმედი უფრო რეალობა იმიტომ რომ აქციაზე ყოველდღიურად მე ჩემი და ჩემი მეგობრების და ნებისმიერი მოსული ადამიანისგან ბევრი ინიციატივები მოდის, რომელსაც სხვა დროს ახორციელებენ ხოლმე. ანუ ეს აქცია არის ყველასი, ყველა აგეგმარებს, ყველა ორგანიზებს, ზოგი რას და სწორედ ეგ არის ერთიანობა, რომ აქ რაღაცა კონკრეტული 2-3 პოლიტიკური პარტია კი არ არის, არამედ რა ვიცი, ათობით და ასობით ადამიანი, რომელიც რა ვიცი, თავისი ინიციატივებით, თავისი წვლილი შეაქვს მოკლედ ქვეყნის მომავალში. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი მგონი ქვეყნისთვის. ეგ იქნება ყველაზე დიდი მოგება და გამარჯვება ჩემი აზრით აი ამ ბრძოლისგან რა. ერთს დავამატებდი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეგ პროფესიული მარშები რა. კუთხის მარშებიდან ცოტა რაღაც იუმორში გადაყვანილი ეგეც იყო კი ბატონო საჭირო შეიძლება მაგრამ პროფესიული მარშები ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმიტომ რომ გამოიკვეთა საჭიროება პროფკავშირების არსებობის და პროფკავშირების გაგონებაზე რაღაცა გვაკანკალებდა ხოლმე რატომღაც რომ აი იმას აბა კომუნიზმი გინდა და საბჭოთა კავშირში ბრუნდებით თუ რაში გჭირდება ეს პროფკავშირები და რეალურად გამოიკვეთა იმიტომ რომ დავიწყეთ რა ხალხმა ეს იურისტებთან დაიწყო ხალხმა კონსულტაციების გავლა რომ აი როგორ გავიფიცო და რა ხდება და რეალურად როცა ბენდუკიძე იყო ჩვენი ეკონომიკის მინისტრი რომ მოვიდა ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა იყო ის რომ შეცვალა შრომის კოდექსი ხა ახალ თემას არ ვიწყებ ვიცი დასასრულისკენ მივდივართ მაგრამ ამაზე მაშინ არ ავტეხეთ რა შესაბამისი განგაში და რატომღაც დღესაც მივტირით ბენდუკიძის პოლიტიკას რომელმაც ფაქტობრივად გაფიცვა
ესე პირდაპირ არ აუკრძალავს კონსტიტუციაში, მაგრამ აი 21 დღიან მედიაციას სანამ არ გაივლი შენ დამსაქმებელთან, მანამდე გაფიცვის უფლება არ აქვს და შეიძლება გაგიშვან სამსახურიდან და ნუ რეალურად აი ეხლა ამ აქციების დროს გამოიკვეთა ის საჭიროება, რომ პროფკავშირები თურმე საჭირო რამე ყოფილა და ამისთვის გვჭირდება, რომ მინიმუმ იურიდიულ დონეზე დაგვაკვალიფიცირონ, როგორ უნდა გავიფიცოთ, უსაფრთხოდ ანუ ისე რომ ხელფასები არ დავკარგოთ და სამსახურები არ დავკარგოთ და ძალიან მიხარია რომ ნელ-ნელა ეს რაღაცა კლასობრივი აზროვნება თურმე საჭირო ყოფილა და არ გვაბრუნებს ეს რაღაცა საბჭოთა კავშირში და მე მგონია რომ იმის თვითრეფლექსია და იმის მზაობა და მოწიფულობა უნდა გვეყოს რომ დავძლიოთ ეგ საბჭოთა რაღაც აჩრდილებთან ბრძოლის კომპლექსები და მართლა კარგი რაც იყო ყველა სისტემიდან შეიძლება აიღო რა საბინაო პოლიტიკა რო საბჭოთა კავშირში მოგვარებული იყო ეგ უნდა აიღო იქიდან ანუ არ არის ესე ერთი ხელის მოსვით მოდი ნაგავში გადავყაროთ ის ცოდნა რაც არსებობდა ეხა მოვიდა ეს ნაცები მოვიდნენ ნაგავში გადავყაროთ ყველაფერი რაც მათ გააკეთეს ეხა კოცების დროა კოცები წავლენ ნაგავში გადავყაროთ ნუ ეხა კარგი რა გავუკეთებიათ ეგეც არ ვიცი მაგრამ ნუ ისე სიტყვაზე ვამბობ რა იმიტომ რომ ყოველ ჯერზე გიწევს რაღაცა ფაფხური და ამ უბრალოდ მოქალაქე სანამ ფაფხურობ ამასობაში გაждდება თავზე ვიღაცა ოლიგარქი მანამდე სხვა გაждდა თავზე ეხლა ვიღაცა ოლიგარქი გაზის თავზე და ვერაფერსაც ვერ ახერხებს სინამდვილეში რა და რაც უფრო ფაფხურობ უფრო ეფლობი ამ ჭაობში რეალურად რა და ვისურვებდი რომ უფრო მეტი სიფხიზლე გქონოდეს აი ესეთ შრომით უფლებებზე სოციალურ საკითხებზე და აი სულ შიში მაქვს რა იცით რის შიში მაქვს რომ აი ვაი და წავაგეთ და რუსეთში შევედით ეგ რა თქმა უნდა კოშმარია მაგრამ ვაი და მოვიგეთ აი მე ხო საცივში ჩავდებთ თავს და აღარ მოვიღებთ 2 წელი ანუ აი ეს ოპოზიცია რა ეს რაღაცა უსასრულო უკიდურესობები გვახასიათებს ის კი არა რომ აი მოვიგეთ და გარანტირებული არაფერი გარანტირებული არ გაქვს საბრძოლი გვექნება მერე იქნება ძალიან ბევრი საბრძოლი რა იმიტომ რომ ჯერ ერთი პირველ რიგში პირადად მინდა ვნახოთ დასჯილი ხარება და ის პოლიტიკოსები ვინც ამ დღემდე მიგვიყვანა მაგიტო ჩავცვიდით ამ დღეში რომ სააკაშვილის დროს ვიც დააშავა ის ტიპები არ მოგვითხოვია იმათი ციხეში გაშვება რა თქმა უნდა კოცები არ გაუშვებდნენ იმიტომ რომ მტრის ხატი უნდა ყოლოდათ რომ აბანაცები გინდათ მე რაღაცა იტყოდნენ ხო თორე 12 წელი გქონდა რომ დაგესაჯა ის ტიპები რატო არ დასაჯა მაგრამ მეორე ის არის რომ ჩვენ ძალიან მკაცრად უნდა მოვითხოვოთ რა კი უნდა ამოვისუნთქოთ ჩვენით უნდა მოვითხოვოთ სანამ უკანასკნელი ის მოძალადე რიგითი სპეცრაზმელი სანამ არ დაისჯება უმკაცრესად ხო ვინც სახისრულები დაულეწა ახალგაზრდებს მანამდე არ უნდა მოვეშვათ და რაღაცნაირად ეს თავისუფლებაც ხო პასუხისგებლობაა ისე არ არის რომ ფეხს გადაიდებ და ეს თავისუფლება მით უმეტეს როცა შენი მოპოვებულია შენვე უნდა დაიცვა აი კბილებით უნდა დაიცვა რომ ზუსტად არაფერი გაგეპაროს და ვიღაცა ხარებასნაირი ტიპები რომელიც ვანო მერაბიშვილის კალთის ქვეშ არის გაზრდილი და მერე უცებ გადმო ტრანსფორმირდა კოცებში ხო და გოჩაინუქიძეები რომელიც ნაცების დროს ნაცი იყო და კოცების დროს კოცია გულისხმობ რაჭის მაჟორიტარს ერთი ნემსი რო ჩააგდო რაჭაში ყველგან გოჩაინუქიძის საკუთრებას დაეცემა ანუ ეგეთი ტიპები აღარ უნდა არსებობდნენ საერთოდ პოლიტიკაში რა და თუ მაგიტომ აქ ექშიშები რომ ვაი და გავიმარჯვოთ ეხლა რა შვებით რა ხო ვითხოვ სისტემის შეცვლა სასამართლოს და უნდა მივყვეთ ბოლომდე რა აი ამ სასამართლოს სისტემას სასამართლოსაც და ყველაფერს და როგორც შენამობ რა იმის და მიუხედავად რომ მაგაში პულს არ გვიხდიან ქვეყნისთვის და საზოგადოების გასაუმჯობესებლად უნდა ვიშრომოთ პათოსური ფასით დავასრულო ხო იცი თუ ისმენდით ამ პოდკასტ თქვენ ხართ წინააღმდეგობა გაიფით ვივანა რეზისტანსი ეს პოდკასტი დალაიქეთ დაგვიწერეთ თქვენი კომენტარები და გადავიღებთ შემდეგ ვიდეოს რომელიც დაიდება ოდესმე და